გამარჯობათ, მოგესალმებით, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგს ხდომას. დღის წესრიგზე კვორუმი გვაქვს. დღის წესრიგზე გამოტანილი არის 3 საკითხი. დღის წესრიგთან რაიმე შეკითხვები, დამატებები ხო არაფერი გაქვთ დეპუტატებს? გთხოვთ დავამტკიცოთ. დიდი მადლობა. გადავდივართ დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხებზე. პირველი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენის საქართველოს კანონის პროექტის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით არის ეს განხილვა. ინიციატორი არის საქართველოს მთავრობა, მოხსენებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირინა წაქაძე. მოგესალმებით ქალბატონო ირინა. მოგესალმებით ბატონო ზაზა, მადლობა. პრინციპების დონეზე გავიარეთ პირველი მოსმენისთვის ალბათ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილებით გაეროს იმ კონვენციებში, რომლებიც არეგულირებს ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებებთან დაკავშირებულ საკითხებს, აი ამ კონვენციების თანდართულ სიებს დაემატა მთელი რიგი ნივთიერებები. ეს ეხება ნარკოტიკულ საშუალებებსაც, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსაც და პრეკურსორებსაც. და იმისთვის, რომ ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობა შესრულდეს, ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოს კანონმდებლობაშიც განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და ეს ნივთიერებები აისახოს ამ სფეროში მოქმედი ძირითადი საკანონმდებლო აქტის თანდართული სიების წარმოდგენილ ნუსხებშიც. ესე იგი, ამ მიზნით გაეროს სიებში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებები ემატება ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას, საუბარია 15 ახალი დასახელების ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ემატება 1 ნივთიერება და რაც შეეხება პრეკურსორებს, მათ ემატება 18 ნივთიერება და გარდა ამისა, ყველა ეს ნივთიერება, პრეკურსორების გამოკლებით ემატება კანონის თანდართულ იმ ნუსხას, იმ სიას, სადაც მოცემულია უკანონო ბრუნვიდან და მფლობელობიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ეს იმ მიზნით, რომ მერე როცა ამის საჭიროება იქნება, განისაზღვროს მათი უკანონო ბრუნვისთვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეხლა ეს რაც შეეხება უკანონო ბრუნვას, თუმცა ცხადია, ეხლა კანონიერი ბრუნვაც არსებობს ამ ნივთიერებების ბრუნვისთვის მკვეთრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები, ეხლა როგორც ვიცით, შეზღუდული არა მხოლოდ ასე ვთქვათ, მათი თავისუფალ ბრუნვაში მიმოქცევა, არამედ ისინი არ გამოიყენება ასევე სამკურნალო და ფარმაცევტული მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე, ამ ნივთიერებების შემოტანა დაექვემდებარება მკაცრ კონტროლს მაინც, იმიტომ რომ დასაშვებია კონკრეტულად სამედიცინო კვლევითი და სასწავლო მიზნებისთვის და ასევე საექსპერტო კრიმინალისტიკური მიზნებისთვის მათი შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე და შესაბამისად გამოყენება. კონტროლის ღონისძიებებს რაც შეეხება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების აგენტოსგან წინასწარი ნებართვის გაცემის პროცედურას დაექვემდებარება ეს ნივთიერებები, ისევე როგორც მანამდე ამ სიაში არსებული შესაბამისი ნივთიერებები. რაც შეეხება პრეკურსორებს, ამათი საქართველოში შემოტანა არის 2 ეტაპად გაყოფილი შესაბამისი სანებართვო რეჟიმი. პირველ ეტაპზე ეს დაექვემდებარება ისევე როგორც ეს ნარკოტიკული საშუალებები წინასწარი შეთანხმების პროცედურას და მეორე ეტაპზე უკვე უშუალოდ იმპორტის განხორციელებამდე საიმპორტო ნებართვის გაცემის პროცედურას. აი ეს არის პრინციპში ძალიან მოკლე საკითხია. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო ირინა. ჩვენი კომიტეტისთვის არ არის უცხოეს საკითხი და პრაქტიკულად ყოველწლიურად ვიხილავთ ამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი აქტიურად არის ჩაბმული უკანონო ბრუნვასთან ბრძოლაში ნარკოტიკების და მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალ საშუალებებთან არის დროული რეაგირება და დარწმუნებულია, რომ დოზირების დადგენაც მოხდება შემდგომ დროულადაც. მადლობა ამ საკითხის წარმოდგენისთვის. დეპუტატებს შეკითხვები ხო არაფერი გაქვთ? შეკითხვები არა, რასაკვირველია მხარს ვუჭერთ, იმიტომ რომ ჩვენ ფერდაფეხ უნდა მივიზიოთ სოფლიოში განვითარებულ ყველა მოვლენას. ბატონმა ზაზამ სწორად აღნიშნა, ჩვენ ამის დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, მაგრამ ერთი განსხვავება არის. წინა მორბედებში ეს რაოდენობები პატარა იყო. იმიტომ ეს რა დავარქვა, არ ვიცი ვინ არიან ესენი, ვინც აწარმოებს ამ ნარკოტიკებს და არასამეჩო დანიშნულებით გამოყენებისთვის ხელსაყრელ პირობებს ვიქნის, მაგრამ წინა თუ იყო 8, 7, 8, ეხლა როგორ ძანე ქაბადორინა ნარკოტიკული არის 15
ფსიქოტროპული 1 და 18 პრეკურსორი, ხო? აი, ჯერადად იზრდება. ესენი არის სინთეტიკური პრეპარატები, რომლებიც მე ძალიან კარგად ბრძანა მომხსენებელმა, რომ ამას აქვს ლეგალური სფერო. ადამიანები მოიხმარენ ნარკოტიკებს და ამისათვის არსებობს პალიატიური მედიცინა, არის დაავადების ისეთი ფორმები, რომლებიც ტკივილთან არის დაკავშირებული და ამას ექიმი უნიშნავს, ექიმის კონტროლის და ადამიანს ტკივილი არ უნდა აწუხებდეს და ეს არის ძალიან ძნელობის სფერო, მაგრამ საუბედუროდ, ჩვენ და საუბედუროდ მსოფლიოში და ჩვენც არ გამოვართ გამონაკლისი მან არადანიშნულებული გამოყენება მიიღო და რომელსაც ეწირება უამრავი ადამიანი. ჩვენ ყველას მდგომარეობაში შევდივართ იმათ ყველას გასაგებია როგორც ავანტყოფს და გაჭირებულ ადამიანს და არა მარტო მას მის ოჯახისებს განვიხილავთ და ყველაფერი გავაკეთეთ დეკრიმინალიზაციის კუთხით წავედით. ნარკოტიკების მოხმარება უნდა იყოს მაქსიმალურად ის ადამიანი, ვინც არის ავადი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ მრავალეტაპიანი, მრავალფორმიანი დახმარების კუთხით. ხოლო რაც შეეხება გამსაღებლებს, რომლებმაც იციან, რომ ისინი ცუდ საქმეს აკეთებენ, ისინი არაპირდაპირ გზით ვნებენ სიცოცხლეს და ძალიან ბევრი ადამიანი ეწირება ახალგაზრდა ადამიანი ამას, მათთან დაუნდომელი ბრძოლა სამაგალითოა საქართველოში და მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს პრემიერის ინიციატივიდან და შინაგანსაქმეთა მინისტრის მთელ შემადგენლობას და ყველას ოპოზიცია, პოზიცია, ყველა აქ ერთი ვართ, რომ გამსაღებელმა თავი მშვიდად ვერ უნდა იგნოს. მან არ შეიძლება ჩვენს ახალგაზრდა თაობას, მომავალ თაობას მოუსწრაფოს სიცოცხლე. დიდი მადლობა. მადლობა დიაგის ვეთქალბატონო. რა თქმა უნდა, მხარს გიჭერთ უბრალოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რადგან სტრიმი ჩართულია და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გვისმენს. განმარტებების ახლა ჩვენთვის პრეკურსორი რა არის, ვიცით ყველაფერი, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განმარტებებიც რო გავაკეთოთ, რა არის ეს ნარკოტიკული ნივთიერება, გავიგეთ და პრეკურსორი რა არის, ამის განმარტებაც რო გააკეთოთ. კი ბატონო, პრეკურსორი ხა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება მეტნაკლებად მოგასაგებია. ფაქტურად მათი განმარტება, სანამ პრეკურსორზე გადავალ ორი სიტყვით ამაზეც რო ვთქვათ, მათი განმარტება არის ძალიან მსგავსი ერთმანეთის, ორივე არის ბუნებრივი ან ხელსინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ცენტრალურ ნევრულ სისტემაზე ახდენს გავლენას, ასევე მათ შორის განსხვავება ის არის, რომ ფსიქოტროპული ნივთიერება უფრო ფართედ გამოიყენება სამედიცინო და ფარმაცევტული მიზნებისთვის და გარდა ამისა, სახელმწიფოს კონტროლი ბევრად უფრო მკაცრია ნარკოტიკულ საშუალებებზე, ვიდრე ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე. ეხლა რაც შეეხება პრეკურსორს, პრეკურსორიც არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, მთავარი განსხვავება ის არის, რომ ის არ არის მზასახით, მზა პროდუქტის სახით ის არ გამოიყენება და როგორც წესი ის ძალიან ფართედ გამოიყენება თვითონ იმ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ დასამზადებლად. ეს არის ძირითადი განსხვავება. დიდი მადლობა. შეკითხვები ხო არა გვაქვს კიდე? კარგით, დავაყენებ კენჭისყრაზე აფსაკეთს, ვინ არის შეკითხვა? დიახ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მით უფრო ეს გააგაეროს კონვენციის მოთხოვნაა და ძალიან კარგია რომ ვუერთდებით და ჰარმონიზაციაში მოდის ჩვენი კანონმდებლობა. მე უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებდა, სრულიად შემთხვევით ხო არა გვაქვს ინფორმაცია, აი აქ დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების და იგივე პრეკურსორების შედეგად რაიმე სტატისტიკა ვთქვა ზედოზირების ან სიკვდილიანობის და ასე შემდეგ, ხო არ არსებობს ეგეთი? საქართველოში ჯერჯერობით ესეთი სტატისტიკა არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვქონია ესეთი შემთხვევები, რომ აი ეს ნარკოტიკული საშუალებები ან ფსიქოტროპულის ერთი ნივთიერება ან პრეკურსორი საქართველოში ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ ვინაიდან უკვე რამდენიმე წელი გავიდა, როგორც გითხარით, ესე იგი გაეროს თანდართულ სიებს კონვენციების დაემატა 2023 წელს პირველი ეტაპი, პირველი ასე ვთქვათ წყება ნივთიერებების, შემდეგ 2024-ში და შემდეგ 2025 წელს. ეხლა უბრალოდ ჩვენ ყოველ წელს რომ არ მოგვიწევს ამ სიებში ცვლილებების შეტანა, რაღაც გარკვეული პერიოდულობით ვაგროვებთ ინფორმაციას და შემდეგ უკვე შემოვდივართ ამ საკანონმდებლო ინიციატივით. მაგრამ ამის მიუხედავად, რომ ეს რამდენიმე წელია გასული, ჯერჯერობით არ არის საქართველოში ამის გამოყენების პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ ახლა რადგან გვაქვს ვალდებულება, რომ საერთაშორისო ასპარეზი ამ თვალსაზრისით რაც მოხდება, ეს აუცილებლად შიდა ეროვნულ კანონმდებლობაში ავსახოთ, ამიტომაც ამის გაკეთება არის აუცილებელი, რომ უახლოეს მომავალში ან შემდეგ რომ მოხდეს რეგისტრირებული როგორც
როგორც არა, აქამდე არ ყოფილა, აქამდე ჩვეულებრივად აი ჩათვალეთ ამ 15 ან 18 ნივთიერებიდან რომელიმე რო შემოსული იყო საქართველოში, ის იყო ჩვეულებრივად ლეგალური. ანუ არანაირი კონტროლის ღონისძიება და კონტროლის რეჟიმს ეს არ ექვემდებარებოდა და მისი გამოყენების შესაბამისად ჯერჯერობით სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ ხვალდაზე რომ მოხდეს კანონმდებლობა დახვდება მზად. ამავე დროს მინდა დავამატო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თუ 3 წლის წინ შეიძინა ახალი შვეიცარიული სადიაგნოსტიკო აპარატი, რომელიც იძლევა საშუალებებს, რომ ყველა ეს პრეკურსორია თუ ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული რომ აღმოაჩინოს ნებისმიერი ადამიანის სიცხში იქნება თუ სხვაგან. ამიტომ ქვეყანა და მთავრობა მზად არის იმისათვის, რომ დიაგნოსტიკუმი გქონდეთ და აღმოჩენა გააკეთოთ. ამიტომ მომავალში მე დარწმუნებულია, ოდესაც გვექნება შემდეგ ასეთ შეხვედრები, დარწმუნებულია, რომ უკვე რაღაც ინფორმაცია სტატისტიკურიც გვექნება უკვე. დიდი მადლობა. დიახ. ნახეთ, აქ მიაქცევდით ალბათ ყურადღებას, რომ არ განისაზღვრება ამჯერად ამ ახალდამატებული ნივთიერებების მცირე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ხა ეს პირველი პრეცედენტი არ არის ათეულობით დღეს არსებულ სიებში, ათეულობით ნივთიერება გვაქვს ისეთი, რომლებიც ეს დოზები არ არის განსაზღვრული და შესაბამისად პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ნებისმიერი ოდენება ჩაითვლება. ეს რატომ ხდება? ხა ჩვენი თვითმიზანი არ არის ეს, მაგრამ ხდება იმიტომ, რომ ტექნიკურად შეუძლებელია ამ წუთას დიდი მცირე და განსაკუთრებით დიდი ოდენობების განსაზღვრა. ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გქონდეს ახლა დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად რაღაცა კონკრეტული რაღაც რაოდენობის ნიმუშები და ამის მიხედვით დაადგინეს და ნელ-ნელა ახლა თუ მოხდება ამის ძალიან კარგი იქნება თუ არ მოხდება არასდროს, მაგრამ თუ იქნება საჭიროება, მე უკვე განისაზღვრება ეს ოდენობები. აუცილებლად მოხდება ესეც. დიდი მადლობა. შეკითხვები თუ მეტი არ არის, კენჭისყრას დავაყენებ. ვინ არის მოუხმო მხარე დაუჭიროთ? დიდი მადლობა. ერთხმად, მადლობა. მადლობა ქალბატონო ირინა. გადავდივართ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე, ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა კერესელიძის, გიორგი შარაშიძის, ქეთევან ბაკარაძის, ვიკა ფილფანის, გიგა ფარულავას, თამარ ხვედელიანის, სოფო ხორგუანის, სალომე კობალაძის, გელა აბულაძის, მალხას თორიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით განხილვა. ინიციატორი შარვა კერესელიძე, გიორგი შარაშიძე, ქეთევან ბაკარაძე, ვიკა ფილფანი, გიგა ფარულავა, თამარ ხვედელიანი, სოფო ხორგუანი, სალომე კობალაძე, გელა აბულაძე და მალხას თორია. მოხსენებელი პარლამენტის წევრი ბატონი გიორგი შარაშიძე, მოგესალმებით ბატონო გიორგი, გისმენთ? მოგესალმებით ბატონ ზაზა. ეს ორი საკითხია, რეალურად ერთი თემაა. თქვენის ნებართვით მოგეხსენებათ მეორე და მესამე საკითხი პრაქტიკულად ცალ-ცალკე აქვს წარმოდგენილი ბატონ გიორგის, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგი არ ვიქნები თუ ერთიანად წარმოადგენთ ორივე საკითხს. კი ბატონო. და ერთად იქნება შეკითხვებიც ორივე მეორე და მესამე საკითხს. საწინააღმდეგო აზრი ხო არავის აქვს? კი ბატონო, გისმენთ ბატონო. თავიდანვე მოგახსენებთ, რომ ამ საკითხის დამტკიცების შემთხვევაში საჭირო იქნება ორ კანონში ცვლილების შეტანა. პირველი ეს გახლავთ საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონი და მეორე ეს გახლავთ საქართველოს ორგანული კანონი, ანუ საქართველოს შრომის კოდექსში შესეტანი ცვლილებების შესახებ. რაც შეეხება თავად ჩვენს ინიციატივას, როგორც ბრძანეთ ბატონო ზაზა, ეს არის ფრაქცია საქართველოსთვის ინიციატივა ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ეს არის დიდი პრობლემა, სამწუხაროდ კანონმდებლობით ეს საკითხი დარეგულირებული არ არის, რაც სამწუხაროდ დამსაქმებელს აძლევს იმის საშუალებას და სივრცეს, რომ არაადეკვატურად დაბალი ანაზღაურება დაუნიშნოს სურვილის შემთხვევაში, ცხადია ყველას არ ეხება საკუთარ თანამშრომლებს, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული ინიციატივის შემოტანა. გულისხმობ მინიმალური ხელფასის დაწესებას, როგორც ანაზღაურების ქვედა ზღვარი, რომელზე ნაკლები ანაზღაურების შეთავაზების უფლება არ ექნება არც საჯარო სექტორში დამსაქმებელს და არც კერძო სექტორში დამსაქმებელს. მინდა გითხრათ მოკლედ, რომ აღნიშნული ტიპის მექანიზმი მოქმედებს ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 22 ქვეყანაში, ამის გარდა დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, სამხრეთ კორეაში, ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში და ყველგან ყველა კვლევით დასტურდება, ეს იქნება
სოფლიო ბანკის მონაცემები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები, რომ ზოგადად ყველა ამ ქვეყანაში, სადაც თავის დროზე დაწესდა მინიმალური ხელფასი, ამ ინიციატივამ პოზიტიური გავლენა იქონია ეკონომიკის განვითარებაზე და რაც მთავარია სიღარიბის შემცირებაზე. რაც შეეხება თავად მოსალოდნელ გავლენას, ასე ვთქვათ, ბიუჯეტზე ამ ინიციატივის, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა დათვლები და ეს არის წარმოდგენილი ჩვენს ინიციატივაში, განმარტებით ბარათში, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარდა ხარჯისა აქ იქნება მოლოდინი გაზრდილი საშემოსავლო გადასახადის, საერთო ჯამში საშუალო, ასე ვთქვათ, წნეხი თუ შეიძლება ამას წნეხი დაერქვას ბიუჯეტზე, შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ 76 მილიონ ლარს, რაც არ არის რაღაცა ისეთი დიდი თანხა, რომლის საშუალებაც ბიუჯეტში არ შეიძლება გამოინახოს. ეს კიდევ ერთხელ გულისხმობ, კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ეს იგულისხმება როგორც გაზრდილი შემოსავლების საშემოსავლო გადასახადიდან, ასევე ის ხარჯები, რაც არის მოსალოდნელი ამ ინიციატივის დანერგვის შედეგად. მოკლედ გეტყვით ციფრებს, დაახლოებით 340,000 ადამიანი ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ღებულობს სამწუხაროდ 1000 ლარზე ნაკლებ ანაზღაურებას. მეცაც გეტყვით 900 ლარზე ნაკლებს და 600 ლარზე ნაკლებ ანაზღაურებასაც. საჯარო სექტორის წილი აქ არის დაახლოებით 100,000 და სამწუხაროდ დიდი ნაწილი ამ ადამიანებისა, რომლებიც ასეთი დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობენ, იგივე ჯანმრთელობის დაცვის სექტორზე მოდის, ეს გახლავთ ექთნები, რომელთა საშუალო ანაზღაურება ნაკლებია ვიდრე 1000 ლარი და იგივე შემიძლია მოვიყვანო მაგალითად საბავშვო ბაღის თანამშრომელთა მაგალითი, სადაც ასევე კრიტიკულად დაბალ ხელფასზე მუშაობენ ადამიანები. სამწუხაროდ ამ ადამიანთა უმრავლესობა გენდერულ ჭრილზეც რო ვისაუბროთ, არიან ქალები, ქალბატონები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ინიციატივის დანერგვა ბევრ სხვა პოზიტიურ შედეგთან ერთად გამოიწვევს გენდერულ თანასწორობაშიც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ქალებიც, რომლებიც რა თქმა უნდა იმსახურებენ ღირსეულ ანაზღაურებაც ამ პრობლემისგან იქნებიან დაცული. ეს არის ძალიან მოკლედ, რა თქმა უნდა, ალბათ აჯობებს, რომ დანარჩენი დრო გამოვიყენოთ კითხვა-პასუხისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საუბარი არის როგორც საჯარო სექტორზე, ასევე კერძო სექტორზე. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში გვექნება შესატანი ცვლილება როგორც საქართველოს შრომის კოდექსში, ასევე საქართველოს კანონში საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ. ერთ დავაზუსტებ ეხლავე, სანამ თქვენ დაასრულებთ, რომ მეორე და მეორე საკითხებს შორის არის განსხვავება მხოლოდ საჯარო სექტორსა და კერძო სექტორს შორის, უცოდეთ? კი ბატონო. სხვა განსხვავება აბსოლუტურად იგივეა, სხვა განსხვავება არ არის, უბრალოდ ამის საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, დარეგულირება მოითხოვს ამ კანონში ცვლილების შეტანას. და ვითხოვთ რა თქმა უნდა თქვენს ხარდაჭერას. სამწუხაროდ ჩვენ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ქონდა განხილვა და ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ და რაც თავარია ჩვენი მოქალაქეებისთვის სამწუხაროდ არ იყო მხარდაჭერილი უმრავლესობის მიერ და ნუ იმედი გვაქვს რომ თქვენი კომისია გაცილებით ადეკვატურად მოეკიდება ამ საკითხს. მადლობა. მადლობა მინდა გითხრათ თქვენ გუნდს, თითოეულ ინიციატორს, მათ შორის ქალბატონ ქეთევანს, რომელიც ჩვენი კომიტეტის წევრია, მაგრამ მინდა თქვენს და ასევე ჩვენი კომიტეტის წევრებს შევახსენო, რომ საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად იცით, რომ ბიუჯეტში ცვლილებები, რაც კი ეხება წელს, ის უნდა იყოს პარლამენტის მიერ შეთანხმებული მთავრობასთან, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი საკითხები აუცილებლად უნდა იყოს ასახული ძირითად დოკუმენტში. ეს მაინც განმარტებისათვის რო ვიცოდეთ ამ კანონთან დაკავშირებით. დეპუტატებს შეკითხვები რა გვაქვს, გისმენთ? ქალბატონ რიმას მივცეთ სიტყვა. ვისარგებლებ მომენტით და გუშინდელ 8 მარტს მივლოცავთ ჩვენი კომიტეტის წევრებს, ჩვენი აპარატის წევრებს, ქალბატონებს და რაც მთელი საქართველოს ქალბატონებს და ამიტომ თქვენ მოგცემთ პრიორიტეტს რა თქმა უნდა. თქვენს განწყობას ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია. რა თქმა უნდა ამაზე უდავოდ საუბრობთ, არ საუბრობთ. და საინტერესოა ის, რომ როცა ასეთი სენსიტიური საკითხი შემოაქვს ადამიანთა ჯგუფს, აუცილებლად უნდა იყოს ეკონომიკური ანალიზი გაკეთებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აქ მხოლოდ მომხსენებლისაგან მხოლოდ ორი ფორმატი იქნება, ორი მიმართულება იქნება შემოტანილი, ეს არის ზოგადად რამდენი ადამიანია 100,000 ლარის ქვემოთ და მათ შორის მოყვანილი იყო მედიდების და საბავშვო ბაღის პედაგოგების და აღზრდელების ფაქტები. მე სხვათა შორის ერთი რამ მინდა ვკითხო მომხსენებლებს, რომ
როდის გაიგეს რომ დაბალი ხელფასები იყო საქართველოში, იმიტომ რომ მათი ქვეყნიდან გაქცეული მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც 2 წელი იკავებდა ფაქტიურად ამ ქვეყანაში ადგილს, არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, რომ მის მიერ ყოფილიყო ეს საკითხი გაჟღერებული, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და განმარტებით ბარათში არავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები და არ დავეთანხმები, რომ უწერიათ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფორმალურად იზრდება. რას ნიშნავს ფორმალურად იზრდება? როცა ეკონომიკის ზრდა არ ფიქსირდება მხოლოდ საქართველოში არსებული ორგანიზაციების მიერ, არამედ მასზე კეთდება მთელი საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზი და ფაქტიურად იმ ანალიზის შედეგად ხდება ეკონომიკური ზრდის მდგომარეობა ქვეყანაში და მათგან ფიქსირდება ეს საკითხი თუ რამდენი პროცენტით იზრდება ეკონომიკური მდგომარეობა და ეს ყველასთვის კარგად არის ნაცნობი, რომ ფორმალური ზრდა აქ არაფერ შუაშია, ის რომ ქვეყანაში არის სტაბილურობა, ის რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და სწორედ ამ ორი ძირითადი ფაქტორის შესაბამისად არის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებული და სწორედ ამაზეც ერთი რამოდენიმე დღის უკან ფაქტიურად, როცა ჩვენთან იყო მთავრობის თავმჯდომარე მობრძანებული, სწორედ ის ამბობდა და გვეუბნებოდა იმ ფაქტების შესახებ, რაც ხდება ზოგადად ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება მეორე ფორმას, მეორე წინადადებას, რომელიც ასევე განმარტებით ბარათშია, თქვენ მოყვანილი გაქვთ, რომ არსებობს ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა. რას გულისხმობთ ამ სოციალურ უთანასწორობაში, რა გაქვთ მხედველობაში, იმიტომ რომ ძალიან თამამად ნათქვამი სიტყვა. რაც შეეხება ნათქვამი გაქვთ კიდევ, რომ აქ ქვეყანაში იზრდება ფასები, კი ბატონო, იზრდება ფასები, მაგრამ ამ ფასების ზრდასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ მთავრობის თავმჯდომარის მიერ თვითონ საპარლამენტო კომისიის მიერ და თუ აღწევით თქვენ ბრძანდებით იმ კომისიაში მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა და ჩვენ ველოდებით სადღაც ამ თვის ბოლოს რომ კომისია დადებს რეალურ შედეგებს იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენს მოსახლეობას შეუმსუბუქდეს მდგომარეობა. რაც შეეხება საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას, ჩვენ ვიცით რომ იქ უმეტესობა მუშაობს ქალბატონები და ამასთან დაკავშირებით როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში ისე ზოგადად ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მუშაობა რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელებს და პედაგოგებს ჰქონდეთ ანაზღაურება უფრო მეტი ვიდრე აქვს ამასთან დაკავშირებით მთავრობა მუშაობს და რაც შეეხება თემას რომ ზოგადად საკითხი რომელიც ძალიან სენსიტიურია მე თქვენ მეგობრულად და კოლეგიალურად გირჩევდით თუ რა თქმა უნდა ამ ჩემს რჩევას მიიღებდით რომ კი არ უნდა იყოს იმაზე აგებული რომ მოსახლეობას რამდენად სენსიტიურ თემებს შევთავაზებთ იმიტომ რომ მათი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ კიდევ ქულები დავიტოვოთ არამედ ჩვენ უნდა შევთავაზოთ რეალური ვითარება რა შეგვიძლია ამ სიტუაციაში სწორედ ბატონმა ზაზამ აღნიშნა რამდენად შესაძლებელია ამ წუთას ამ ეტაპზე კანონმდებლობის მიხედვით იმ მთავარ დოკუმენტში ცვლილების შეტანა რომელსაც ბიუჯეტი ქვია რამდენია საჭირო როგორ არის საჭირო და სხვათა შორის ჩემი კოლეგისგან ვისესხებდი წეღა როცა ვჯელობდი ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით დასვა ქალბატონმა ირმამ ასეთი საკითხი რომ რატომ 1050 და რატომ არა 1300 იქნება ამაზეც გავქცეთ პასუხი რომ ეს ციფრი როგორ მოდის საიდან მოდის და რატომ ამბობთ რომ 1050 ლარი არის ის საბაზისო საფეხური რითაც თქვენ გთავაზობთ ამ პროექტის განხორციელებას დიდი მადლობა მადლობა ქალბატონ რივამ ბატონო გიორგი როგორ გიჩვენიათ როგორც თქვენ როგორ გიჩვენიათ დააგროვებთ შეკითხვებს თუ იმიტომ ისაც მე ამდენიმე კითხვა იყო და თუ წინააღმდეგ კი არ ხართ. კეთილი პირველ რიგში დავიწყოთ ეკონომიკის ფორმალური ზრდის შესახებ ჩანაწერით და გაუგებარია რატო ვერ ხვდებით რას ნიშნავს ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას რომ რა თქმა უნდა ეკონომიკა იზრდება მაგრამ ეს არ აისახება ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ როდესაც კი ბატონო, როდესაც ეკონომიკური ზრდის პირობებში სახელმწიფო ვერ ნახულობს 20 ლარზე მეც პენსიების გასაზრდელად, ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის სოციალური უთანასწორობა. როდესაც სახელმწიფოში არის 100,000 და მე გესაუბრებით ახლა 2024 წლის მონაცემზე, 125,000 ადამიანი მიდის ემიგრაციაში 2024 წლის მონაცემზე. 124,000 ადამიანი მიდის ემიგრაციაში. როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება შობადობის მაჩვენებელს. როდესაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ამ ოფიციალურ ინფორმაციას თავი რომ დავანებოთ, ქუჩაში რომ გავიდეთ, ხედავთ ათასობით გაჭირვებულ ადამიანს, რომლებსაც არ აქვთ იმის საშუალება საკუთარი ყოველდღიური საჭიროებები დააფინანსონ, ელემენტარულად კვების, ჯანდაცვის და ასე შემდეგ სერვისები. აი აქედან გამომდინარე საუბრობთ ჩვენ, რომ ეკონომიკური ზრდა სინამდვილეში არ აისახება ხალხზე. მე მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ სომხეთის მაგალითი.
აქ ბრძანდებოდა ჩვენი მეგობარი ბატონი პაშინიანი რამდენიმე დღის წინ. იცით პირველი რა გააკეთა ბატონმა პაშინიანმა ეკონომიკური ზრდის შემდეგ? პირველი რაც გააკეთა, გამოვიდა და პენსიები გაზარდა საკუთარი მოქალაქეებისთვის. და ჩვენთან სამწუხაროდ სრულიად საპირისპირო ხდება. და საპირისპირო ხდება ბატონო პენსიები გავზარდეთ 20 ლარით. 20 ლარით რაც არის არ არის. კი ბატონო, მაგრამ ამ ინდექსაციის სათანადო პოლიტიკური ქალბატონორება ერთ წუთით ვადროოთ ერთმანეთს. არა, რას ვიტყუები ერთი წამით. საუბრობ იმაზე, რომ არის დიდი სხვაობა. ამ ქვეყანაში არის რეალურად სოციალური უთანასწორობა. თქვენ ეს ტერმინი არ მოგეწონათ. ინდექსაციაზე რო საუბრობთ ხა, იყო ბატონი გახარიას პრემიერობა შეგვახსენეთ და სწორედ ბატონი გახარიას პრემიერობის დროს შემოვიდა ინდექსაცია, მაგრამ დღეს 5 წლის შემდეგ თქვენ ძალიან კარგად ერკვევით სომხეთის საპენსიო სისტემაში და გეკითხებით, იქაც ყოველ წელს ინდექსაციით ემატება თუ დიდი ხანი არ მომატებულა და ფაშინიანი რომ მოვიდა ერთჯერადად მოუმატა. ამას გეკითხებით, როგორც ეკონომიკური სისტემის სპეციალისტი. მე სხვა სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ სომხური სისტემის. მე სხვა რამ მეკითხარით. მეკითხარით რომ სომხეთის მაგალითი თუ გაინტერესებს, პირველი რაშიც გამოიყენა სომხეთმა ეკონომიკური ზრდა, ეს არის ის რომ გაუზარდა პენსიები საკუთარ მოქალაქეებს. მხოლოდ ეს გითხარით მე და არ ვერევი არც ინდექსაციაში და არც მართ წარსულ გამოცდილებაში, ეს ერთი, მაგრამ ფაქტი ეს არის სწორედად გადასახედი. ეს ინდექსაციაც თავის დროზე სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს არის შემოღებული, რომ არა ეს ინიციატივა, ეს ინდექსაციაც არ იქნებოდა. და ეხლა მე მგონი ცოტა უფერფულია საუბარი იმაზე, რომ 20 ლარით, ერთი წამით 20 ლარით პენსიის ზრდა. საუბრობ და გთხოვთ. კი ბატონო, მე ვთხოვთ. მე სერიოზულად პასუხობ. 20 ლარით პენსიის ზრდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი, რატომ არის ამ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა. ეს არის და ეს. როდესაც სახელმწიფო მოხელის, არ ვიცი, მინისტრის მოადგილის, მათ შორის პარლამენტის წევრის და ასე შემდეგ ხელფასი 80ჯერ და მეტჯერ აღემატება, ასე ვთქვათ, იგივე პენსიონერის ანაზღაურებას. აი ეს არის სამწუხარო რეალობა და ახლა მე ვერ ხვდები უბრალოდ რა პრობლემაა იმაში, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს, მით უმეტეს ინფლაციის გათვალისწინებით, გაზრდილი ფასების გათვალისწინებით, კონდეთ ის მინიმალური ღირსეული ანაზღაურება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეხლა გადავალ შემდეგ კითხვაზე, იყო რატომ 1050 და არა მაგალითად 1300. არსებობს მინიმალური ხელფასის გამოთვლის რამდენიმე მოდელი, არა ერთი, არამედ რამდენიმე. ერთ-ერთი მაგალითად ყველაზე გავრცელებული მოდელი გახლავთ ეგრეთ წოდებული მედიანური ხელფასის 60%, ეს ერთი. მეორე მოდელი გახლავთ საშუალო ხელფასის 40%. მესამე მოდელი გახლავთ მინიმალური საარსებო კალათის სამმაგიოდენობა და ასე შემდეგ და ნებისმიერი მოდელით რომ ავიღოთ, დაახლოებით გავდივართ იგივე თანხაზე. ეს შეიძლება იყოს 900-დან 1000 ლარამდე, მაგრამ დიდი სხვაობა ყოველ შემთხვევაში არ არის, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც რა თქმა უნდა ეს HR-ზე არ წარმოგვიდგენია, ჩვენ ვეყრდნობით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს, სოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის მონაცემებს, ევროკავშირის რეკომენდაციებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას და აქედან გამომდინარე გესაუბრებით. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეკონომიკური ზრდა თანაბრად იყოს გადანაწილებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყველა ფენაზე და არ მდიდრდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთეული ოჯახები და მათ შორის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და ეს თქვენ კარგად იცით, მე რომ არ შეგახსენოთ ვინ აგებს დღეს პასუხს უზარმაზარი კორუფციისთვის და ვინ იხდის სასჯელს ამ დიდი დანაშაულისთვის, ეს რომ არ მოხდეს და არ გაგრძელდეს, ამიტომ საჭიროა ელემენტარული სოციალური თანასწორობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნების მაგალითზე რო გესაუბრებით, მინდა იცოდეთ, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც იყო შემოტანილი მინიმალური ხელფასი, უკლებლივ ყველგან ამ ინიციატივამ გამოიწვია ეკონომიკის გაჯანსაღება, გამოიწვია სიღარიბის შემცირება და სოციალური უთანასწორობა, ასე ვთქვათ, შეამცირა.
ეს არის ის, ასე ვთქვათ, დაგეგმილი და მიზნები და ამოცანები, რაც შეიძლება ამ ინიციატივამ გამოიწვიოს და ძალიან სამწუხაროა თქვენ ასე რომ ეწინააღმდეგებით ამ თემას. მე ბოლოს მინდა კიდევ ერთი რამე ვთქვა. კი ბატონო, ძალიან კარგია დაზუსტებები. კითხვაზე პასუხი დაასრულეთ, ბატონო. ვასრულებ, ბოლოს მინდა ერთი რამ ვთქვა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვართ ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ხა თქვენ ახსენეთ ბატონო ზაზა რომ ბიუჯეტი შემდეგი წლის და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს არ მგონია იყოს ძირითადი შემაფერხებელი, ასე ვთქვათ, ფაქტორი ამ კანონ პროექტის, ამ ინიციატივის არ მიღების და არ დამტკიცების. ჩვენც მზად ვართ მოვისმინოთ ნებისმიერი ალტერნატიული შემოთავაზება, ალტერნატიული წინადადება და კი ბატონო, დავხვეწოთ თქვენივე თანამონაწილეობით, მათ შორის დავხვეწოთ ეს კანონი. სხვათა შორის არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ხშირად ისმის, როგორც კრიტიკის საბაბი, რომ აეშველება მცირე ბიზნესს. ალბათ თქვენს დასვამდით ამ კითხვას, მაგრამ მაინც შევეხები ამ თემას. ესეც მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი კანონ პროექტი, წარმოდგენილი კანონ პროექტი არ ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, მაგალითად, გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და მცირე ბიზნესს მივცეთ ეტაპობრივი გარდამავალი პერიოდი, 1 წლიანი, 2 წლიანი, თუ გნებავთ 3 წლიანი პერიოდი, იმისთვის რომ მცირე ბიზნესი გაცილებით უმტკივნეულოდ ადაპტირდეს ამ ინიციატივასთან. ეს როგორც მაგალითი იმისა, რა შეიძლება ჩვენც გავითვალისწინოთ. ასე რომ საბოლოო ჯამში ტექნიკური, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, წინააღმდეგობები გაცილებით უმნიშვნელოა, ვიდრე ამ საკითხის სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობა და ეფექტი. და თქვენ თუ პოლიტიკურად იზიარებთ ამ თემას და თუ პოლიტიკური ნება გაქვთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ეს მინიმალური ხელფასის საკითხი მოგვარდეს, მაშინ გაცილებით ლოგიკური იქნებოდა ამ საკითხის ხარდაჭერა. კარგი, დიდი მადლობა. პირველ რიგში ჩემი საუბარი დავიწყებით, რომ მადლობა გადაუხადე იმ გუნდს, რომელმაც ნამდვილად შემოიტანა ეს საკანონმდებლო ინიციატივა, 10 ადამიანი ამ გუნდში და მე მგონი მაინც ცოტა პრობლემები გვაქვს ალგებრასთან და მათემატიკასთან. დავიწყებ პირველი ამ გუნდს 10-დან ვიღაცას უნდა გქონდეს ადეკვატური ანგარიში. პირველი 80-ჯერ აღემატება საპარლამენტო ხელფასო, არ ვიცი თქვენ თუ ჩვენზე მეტი ხელფასი გქონთ, არ ვიცი. მეორე საკითხი ეს იყო როდესაც თქვენ საუბრობდით მედიანურ ხელფასზე. თუ ჩვენ გამოვიყვანთ დღეს მედიანურ ხელფასს და ასეთი პრეცედენტები არის ევროპაში, ამერიკაში. მაგალითად, მედიანური ხელფასი ამერიკაში გამოყავს კონგრესის დადგენილებით და ბოლო დადგენილება იყო 2009 წელს და მის მერე არ გადაუხედია და განსხვავებულია შტატში, ქალაქში და ასე შემდეგ. იგივე ევროკავშირი თქვენ ბრძანეთ, რომ 22 ქვეყანაში არისო და იცით, რომ გერმანიამ რო დაადგინა მედიანური ხელფასი, ხო ჯერაც ვერ მიაღწია იმ 60%-იან ნიშნულს, რომელიც იყო სავალდებულოდ დაწესებული. იგივე ესტონეთი და სხვა ქვეყნები ევროკავშირის, რომელმაც ვერ აღწევენ იმ მედიანურ მაჩვენებელს. რაც შეეხება საარსებო მინიმუმის გასამაგებას, მაინც ვერ მივახცევთ იმ თანხას, რასაც თქვენ წერთ. ამიტომ მაინც დასასაბუთებელია ის სიტუაცია. ამავე დროს თქვენ ბრძანეთ, რომ 340,000 ადამიანია, მათ შორის 100,000, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს. ალბათ კარგად მოგეხსენებათ, ეს 100,000 დღეს არის თუ 24 წლის ციფრები მოგყავთ თქვენ, ბატონო გიორგი, მადლობა ამ ციფრებისთვის, მაგრამ ალბათ მოგეხსენებათ, რომ 20-ში, 15-ში და 12-ში აქ 100 კი არა, მილიონი ადამიანი იქნებოდა, ვისაც ეს ხელფასი არ ექნებოდა 1000 ლარზე ნაკლები სახელმწიფოში და ყოველწლიური ზრდა და ინდექსაცია, რომელიც ხდება სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის პენსიონერების, ეს არის ადეკვატური და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლება პარლამენტთან ერთად აქტიურად მუშაობთ იმ საკითხზე, რომ ჩვენს ბიუჯეტში მაქსიმალურად იყოს ასახული, რომ საპენსიო ზრდა მოხდეს და ეს იყოს დასაბუთებული მინიმალური შეხებით ინფლაციასთან. ამიტომ აქ მართლაც გვჭირდება ცოტა ალბათ ერთობლივი მუშაობა, დიდად შემოგიერთებოდით ჩვენც სამთავრობო წარმომადგენლებიც, რომ ამ ციფრებში უფრო მეტ ინფორმაციას მოგაცნოდეთ. ამასთან დაკავშირებით მაინც რამოდენიმე შეკითხვა მინდა მოგცეთ. პირველით, ამ კანონში როგორც გავიარე და ვნახე, თანაბრად აძლევთ ამ 1050 ლარს, როგორც საათობრივი ანაზღაურებით, ისე ყოველთვიური ანაზღაურებით. ცოტა ეს არ არის სამართლიანი, შეიძლება ადამიანმა 2-3 საათი იმუშაოს და მიიღოს იგივე ხელფასი, ვინც 8 საათიან სამუშაო ან 7 საათიან სამუშაო დღეზეა. მეორე შეკითხვა, რაც მინდა გითხრათ, ამ 100,000 ადამიანის, რომელიც სახელმწიფო
დაწესებულებაში მუშაობს, რამდენია ხუარიცით შემთხვევით დროებით ანაზღაურებას. ანუ ვისაც ერთთვიანი კონტრაქტი ქონდა, ან ერთკვირიანი კონტრაქტი ქონდა სახელმწიფო დაწესებულებასთან, თუ ის იღებს ერთ დღის მუშაობაში 500 ლარს, შეიძლება აკმაყოფილებს იმ ადამიანს და კმაყოფილია ამით და სულად არის საჭირო. თუმცა ის რომ კერძო სექტორში 240,000 ადამიანი თქვენი დათვლით იღებს 1000 ლარზე ნაკლებს, ნამდვილად სამუშაოა და ჩვენც მართველი გუნდი აქ აბსოლუტურად მოყვებით. შემდეგი შეკითხვა მაქვს ასეთი, ხომ არ დაგითვლიათ თქვენს გუნდთან ერთად, რა ინფლაციის დონეს მოგცემს ეს ყველაფერი ქვეყანაში? თუ ჩვენ ხვალიდან, დაუშვათ 1 აპრილიდან ან 1 მაისიდან მივიღეთ 1050 ლარიანი მინიმალური ხელფასი, როგორი იქნება ინფლაცია? ის რასაც ჩვენ დაუმატებთ ჩვენს თანამშრომლებს, ხო არ წავა ისევ მათი ჯიბიდან, თქვენ აქტიურად მონაწილეობთ ჩვენ გუნდთან ერთად იმ მაგარ კომისიაში, რომელიც პროდუქტების, მედიკამენტების და საწვავის ფასი ხილავს და აქაც მადლობა მინდა გითხრათ თქვენი მაქსიმალური ჩართულობისათვის. ხომ არ ფიქრობთ, აი ჩვენ უკვე თვეა თითქმის მუშაობდა, როგორი რთულია ამ კომისიაზეც ხთომა და მივახციოთ იმ ფასებს, რომელიც მისაღები იქნება პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, ჯერ არ მისულვად და საწვავზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ურთულესი სამუშაოს გავდივართ ერთობით. ხო არ ფიქრობთ, ამას ერთობით თუ და გვემუშავა იმაზე, რომ ინფლაცია იყოს მინიმალური. ხედავთ დღეს აგერ ბარელის ფასი $107-აცდა და ესეც კიდე თავსატეხი გაგვიჩნდება, რა თქმა უნდა, ხო, ქვეყანაში. ამიტომ შემთხვევით ხო არ დაგითვლიათ, როგორი იქნება ინფლაციის მაჩვენებელი. ასევე მინდა გკითხოთ მედიანურ ხელფასზე თქვენ როდესაც ამბობთ რომ ეს უნდა იყოს 60% თუ მედიანურზე ვსაუბრობთ, ხო? ეს არის იდეალური ვარიანტი. თუ მედიანურ ხელფასს გამოვიყვანთ დღეს ჩვენთან ქვეყანაში, მათი შინ 1700 ლარი უნდა გამოსულიყო. თუ მედიანურ ხელფასს გამოვალთ, ანუ არა 1050, არა გაცილებით მეტი, ანუ არც მედიანური გამოგვდის, არც გასამაგებული და არც საშუალო. მე დავამსრულებ და მე გამეცით თუ შეიძლება. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ის საკითხი, რაც თქვენ წამოწიეთ, რომ შობადობა ნაკლებია ვიდრე სიკვდილიანობა, იცით და ჩვენ აქტიურად ჩართული ვართ, რომ დემოგრაფიული პოლიტიკა ეს არის მთავარი საკითხი დღეს, რაზეც ჩვენი სახელმწიფო მუშაობს, ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი და კარგი იქნება თუ თქვენც და ქალბატონი ქეთევანი ჩართულია თუ ჩაერთვებით და რაიმე რეკომენდაციებს მოგხსოვთ პარლამენტსაც და მთავრობასაც, როგორ გავაუმჯობესოთ ეს მაჩვენებელი, თუმცა ამავე დროს მინდა აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდში, ბოლო პერიოდში საქართველოში გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცების 73 წლამდე და ქალბატონების 79 წლამდე და ესეც საყოველთაო ჯანდაცვის და იმის მიღწევა, რამაც ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო საყოველთაო ჯანდაცვით მოახერხა ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა. ცოტა ბევრი გამომივიდა მე შეკითხვები, მაგრამ იმედია გზად იქნება. იმედია ყველა დავიმახსოვრე. მოდი ინფლაციით დავიწყოთ. ინფლაციით დავიწყოთ, ეს მნიშვნელოვანი თემაა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესწავლილი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და უკლებლივ ყველა და მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. ხო, ეხლა ბუნებრივია, როდესაც რაღაც ახალი ინიციატივით გამოდიხარ, უნდა შეხედო სხვა ქვეყნების გამოცდილებას. არც ერთ ქვეყანაში ხას უსვავ, ინფლაცია არ ყოფილა პრობლემა. ინფლაცია 1%-ზე ნაკლები, 0.1, 0.3, 0.5% არის ქვეყნებში, სადაც იზრდება მინიმალური ხელფასი და თან ამ ქვეყნებში იმასაც დავაზუსტებ, მინიმალური ხელფასი ინდექსაციის პრინციპით იზრდება ყოველწლიურად ინფლაციის და ეკონომიკური განვითარების პარალელურად და პროპორციულად. უпростоრით, აი შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ ესპანეთის მაგალითი, სადაც 22%-ით გაიზარდა მინიმალური ხელფასი და ამ ზრდამ ინფლაციაზე გავლენა იქონია მხოლოდ 0.5%-ის ფარგლებში და არა უმეტეს. ამიტომ ამ ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ინფლაციაზე წნეხი და ეს რისკი მოსალოდნელი არ არის, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის პირობების აგრძნობლად გაუმჯობესდება. ისევ ინფლაციის თემას რომ დაუბრუნდეთ, თქვენ საუბრობდით, ადარებდით ახლა ხშირად აკეთებთ შედარებას 12-13 წლის წინანდელ მდგომარეობასთან. კი ბატონო, რიცხვებში გაზრდილია, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვაუწყდეს ამ წლების განმავლობაში ინფლაცია რამდენად არის გაზრდილი და დღევანდელი მაგალითად საშუალო ხელფასი 2273 ლარია თუ არ ვცდებით ბოლო მონაცემებით სტატისტიკის სამსახურის, ამ თანხით დღეს რისი ყიდვა შეიძლება და უშოთ იგივე 13 წლის წინ 700 და 800 ლარით რისი შეძენა შეიძლება.
შეიძლებოდა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს ზრდა არსებობს, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ იგივე ინფლაციის გამო დღევანდელი მხედველუნარიანობა საშუალო ხელფასის არ არის განსაკუთრებულად გაზრდილი სამწუხაროდ ვამბობ კიდევ ერთხელ. რაც შეეხება მედიანური ხელფასი ახსენეთ თქვენ ვერ მივხვდი უბრალოდ რა იგულისხმეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ რომ მედიანური ხელფასის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით მედიანური ხელფასი 2024 წლის მდგომარეობით არის 1300 ლარი დაახლოებით მედიანური ხელფასი. არა გვერიოს საშუალო და მედიანური. საშუალო ხელფასია 2273, მედიანური არის 1332 ლარი თუ არ ვცდები. დიახ. ხო, ეს უკვე ახალი მონაცემებით. თუ 1700-ია, მაშინ ჩვენი პროცენტული დათვლა კიდევ უფრო ახლოს მიდის მინიმალურ ხელფასთან, იმიტომ რომ მედიანური ხელფასი 60%-ია გამოსათვლელად საჭირო იმისთვის, რომ მივიღოთ მინიმალური ხელფასის დონე და ამიტომ ეს მე თავიდანვე ვთქვი, რომ დაახლოებით პრინციპში არის ახლოს არის აიმ ასე ვთქვათ ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში რეალური და არა არა ფორმალური. ჩვენ ხო არასდროს არ გვითხოვს რომ არ არის. უბრალოდ ჩვენ ვამბობთ ეს სხვა რამეს რომ ეკონომიკური ზრდა თანაბრად უნდა გადმოცილდეს ჩვენი მოქალაქეების ფორმალური არის, იმიტომ რომ არ ვრცელდება, დიახ, არ ვრცელდება ჩვენს მოქალაქეებზე თანაბრად. კი ბატონო. ფორმალური ზრდა. ქალბატონური. კი ბატონო. კი ბატონო. ქალბატონური. ფორმალური ზრდა ნიშნავს გავაცი, სწორედ მაგას, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ამ ეკონომიკის ზრდის სარგებლის მიღები არის გაცილებით მცირე რაოდენობის ჯგუფები. დიდწილად ეს მე მგონია რომ ესე რომ ჩაგვეწერა თქვენთვის ძალიან მისაღები არ იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ უნდა ჩაგვეწერა ვინ არიან ეს ჯგუფები და საბოლოო ჯამში მივიდოდით ისე ოცნების შემომწირვალებთან და ოცნებასთან დაკავშირებულ ბიზნესებთან და ოჯახის წევრებთან. აი ესე იქნებოდა და რატო არ ჩაწერეთო და მაგას უპასუხე. არ ვიცი, მე მგონი ამოვწურე პასუხები, თუ რამე გამოვრჩა ბატონო ზაზა, მითხარით და კიდევ გიპასუხებთ. გარიშებები 80-ჯერ აღემატებაო, მაინც დავხვეწოთ რაღაც ეს საკითხი და საათობრივი და დღიური. კი ბატონო, საათობრივი და დღიურს რაც შეეხება, ჩვენ აქ გვიწერია სხვათა შორის, გვაქვს ეს დაზუსტება კანონ პროექტში, სადაც წერია, რომ ეს ინიციატივა არ ეხება ერთჯერად ანაზღაურებას და არ ეხება ისეთ სამუშაო გარიგებას, რომელიც ითვალისწინებს ერთ თვეზე ნაკლებ შრომით ურთიერთობას. ასე რომ ეს ავტომატურად უნდა გამოურიცხოთ თქვენს მიერ ნახსენები ერთჯერადი, ასე ვთქვათ, შეთანხმება ერთჯერად სამუშაოზე და ერთ თვეზე ნაკლებს. საათობრივ ანაზღაურება და დღიური როგორ უნდა გავასწოროთ? ანუ ისვით საათობრივად იმუშავებს 2 საათს. უბრალოდ ეს კითხვაც დასვით ახლა რაზეც გიპასუხეთ, მაინც დასვით გქონი, ხო? იმიტომ თქვენ თქვით რომ თუ გაქვთ დათვლილი რამდენიმე, მე გიპასუხეთ რომ უბრალოდ ჩვენ კანონში ისაც გვიწერია რომ ამ ხალხზე საუბარი არ არის. რაც შეეხება საათობრივს, ესეც არის სხვათა შორის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ჩვენ მზად ვართ რომ გავაგრძელოთ მსჯელობა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე როცა ვთქვი მცირე ბიზნესის მაგალითი როცა მოვიყვანე, სწორედ ეს ვიგულისხმე, რომ ეტაპობრივი გადასვლის, ასე ვთქვათ, საშუალება მიგვეცა ბიზნესისთვის, ესეც საერთაშორისო პრაქტიკაა. რამდენ წელზე შევთანხმდებით, რამდენიც იქნება გონივრული და რაც შეეხება და ამდაგვარი, ასე ვთქვათ, ცვლილება, რასაც თქვენ ბრძანებთ. მე ხო გვესმის, რომ განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის შეიძლება არ იყოს მარტივი ნახევარ შტატზე მომუშავე ადამიანისთვის და სრულ შტატზე მომუშავე ადამიანისთვის თანაბარი ანაზღაურების შეთავაზება და ამიტომ ჩვენ თუ მინიმალურ ხელფასს გავზრდით, შეიძლება პროპორციულად იქ შემოღებული იყოს ნახევარი შტატის დაზუსტებაც, ასე ვთქვათ და ეს ამ შემთხვევაში დააზღვევდა ბიზნეს იმ პრობლემისგან, რაზეც თქვენ საუბრობთ, მესმის. და ის საათობრივი ანაზღაურებაც, რა თქმა უნდა, უკვე გამოვიდოდა იმ მინიმალური, ასე ვთქვათ, ანაზღაურებიდან, რომელიც ყოველწლიურად ინდექსაციის პრინციპით ასევე გაიზრდებოდა. ასე რომ თქვენ რაც დასვით ეს ერთი მსხვილი პრობლემაა მანამ სანამ კანონს მივიღებთ, თორემ მას შემდეგ რაც კანონს მივიღებთ, პირიქით ეს საკითხები, რაზეც თქვენ საუბრობთ, კიდევ უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება. და აქ ამ თემას საღამ შევეხეთ, ბატონო გიორგი. ხომ არ ქონიათ თქვენს გუნდს აი კონსულტაციები დამსაქმებლებთან, მცირე მეწარმეებთან, საშუალო დონის მეწარმეებთან და თქვენი აზრი მაინტერესებს დაუშვათ, ან თქვენ რო იყოთ ახლა დამსაქმებელი, დაუშვათ და ყავდეთ 50 დასაქმებული ადამიანი, რომლის 80%-ს აქვს ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები, დაუშვათ, ხო? ან 500 ლარი გქონდეთ. აი თქვენ რომ ახლა დაგავალდებულო მთავრობამ და პარლამენტმა რომ აი გაეცი 1050 ლარი, თქვენ როგორ მოიქცევოდით? შეამცირებდით თუ არა თანამშრომლებს, თუ გააჩერებდით ბიზნესს და საერთოდ 50 ადამიანს დატოვებდით უბუშევარს თუ 25-ს გაუშვებდით და 25-ს დაიტოვებდით? თქვენ რო იყო დასაქმებული
დასაქმებული და ლოგიკური კითხვა უბრალოდ მე თქვენი აზრი მაინტერესებს პირველი ქონდათ თუ არა თქვენს გუნდს შეხვედრები დასაქმებულად რა თქმა უნდა მეც არ ვარ შორს წარსულში და დასაქმებისგან და მინდა გიპასუხოთ რომ რა თქმა უნდა ამიტომ არსებობს სახელმწიფო რომ მან ესპერო დაარეგულიროს, თორემ ხა ბიზნესი რა თქმა უნდა არის მიდრეკილი იმისკენ, რომ მისი ხარჯი იყოს ყოველთვის რაც შეიძლება დაბალი, ყოველთვის და ბიზნესი ამ ეფექტიანობაზე ზრუნავს და შემოსავალი მაღალი შესაბამისად მეტი მოგება მიიღოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი გარემოებაც, რომ მოტივირებული თანამშრომელი გაცილებით დიდი ღირებულების შემქმნელი შეიძლება იყოს ბიზნეს ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურობისთვის, ვიდრე დემოტივირებული თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ იმიტომ თანხდება დაბალანაზღაურებას, რომ უბრალოდ ამ ქვეყანაში სხვა გამოსავალი არ აქვს. ასე რომ, როდესაც ამ საკითხზე საუბრობთ, აი ამ ასპექტსაც თუ მივაქცევთ ყურადღებას, ჩემი აზრით ძალიან გონივრული იქნება, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, აქ ჩვენ შრომის ნაყოფიერების გაზრდაზე ვსაუბრობთ, უბრალოდ უნდა ვსაუბრობდეთ და არა იმაზე, რომ ეს შემცირდეს და ესეც საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილებაა, როდესაც თანამშრომელი, რომელსაც აქვს მეტი ანაზღაურება, მან უნდა გაზარდოს, იმდენად უნდა გაზარდოს შრომის ნაყოფიერება, რომ ეს ბიზნესისთვის ზარალი კი არ იყოს, არამედ პირიქით უფრო მეტი მოგების მომტანი იყოს. სამწუხაროდ ამას გერმანიამ ვერ მიაღწია, ამერიკამ ვერ მიაღწია და ესე იოლი არ არის რომ გახადოთ ამ ქვეყნებში ყველგან არის მინიმალური თქვენს კარგად მოგეხსენებათ რომ არ არის ეს ძალიან მარტივი საქმე, მაგრამ კარგია რომ ჩვენ ვთანხმდებით ერთ იმაზე რომ ნამდვილად ჩვენთან უმუშევრობა, სიღარიბე შემცირდა, ეკონომიკური ზრდა არის და იცით ესეც რომ ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა აქტიურად ფიქრობს იმაზე რომ პენსიების და ხელფასების ზრდა გაგრძელდეს და იყოს შესაბამისი ჩვენი მოსახლეობის იყოს ადეკვატური დავაზუსტოთ მაშინ. ადეკვატური. შეკითხვები თუ გაქვთ? გიდიახ, ისმენთ ბატონო. მოგესალმებით, ბატონო გიორგი ბატონო ქეთევან. რაღაცა დაზუსტების კითხვა-პასუხის რეჟიმში თუ შეიძლება. პირველი მაინტერესებს ტექნიკური პრობლემა 51 მუხლის მეორე მესამე ნაწილში, იმიტომ რომ AB G უნდა იყოს და D უნდა იყოს. კანონ პროექტზე როცა ვსაუბრობთ, ჯობია რომ ეს იყოს გაწერილი თუ ეს 100-ია გაწერილი. ანუ G უნდა იყოს D-ს მაგივრად. და აქვე რადგან ეს კითხეთ ბატონო გიორგი. ყურეთ, ამ მუხლის შრომით კოდექსზე გესაუბრებით. არასაჯარო. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შრომით ურთიერთობებზე. და აი აქ არის საუბარი იმ D-ზე, რომელზეც G უნდა იყოს. რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან. კონკრეტული სამუშაოს შესრულებაში რას გულისხმობთ, რომ აი რაც ბატონზადას უთხარი, ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურებასაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არის შეთანხმება რაიმე კონკრეტული ერთჯერადი ნარდობის ხელშეკრულებას ერთჯერადი ან ერთჯერადი კონკრეტული საქმიანობა. ხო, ნარდობის ხელშეკრულება ანუ. ნუ კი ბატონო. არა, იმიტომ რომ ნარდობის ხელშეკრულება არის სამოქალაქო კოდექსი. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა შრომის კოდექსზე, უბრალოდ ერთმანეთთან არა, მე უბრალოდ რატო გითხარით კითხვა-პასუხის რეჟიმში, იმიტომ რომ თუ ვსაუბრობთ შრომის კოდექსზე, უნდა ვისაუბროთ შრომის კოდექსზე, თუ ვსაუბრობთ სამოქალაქო კოდექსზე, ნარდობის ხელშეკრულებას ის არეგულირებს. არა, შრომის კოდექსზე ვსაუბრობთ, გიზასტურებთ, რომ შრომის კოდექსზე. ხო და რა საჭიროა თქო ეს მაშინ? კონკრეტულ სამუშაოს. საჭიროა, იმიტომ რომ უბრალოდ დაზუსტეს, რომ ეს 1050 ლარიანი მინიმალური ხელფასი ამას არ ეხება. და ამიტომ გეუბნებით, რომ რა შუაშია შრომით კოდექსის სამოქალაქო კოდექსთან, რა შუაშია? რას ქვია რა შუაშია? ანუ მაგას გეკითხებით, უყურეთ, რა შუაშია კონკრეტულ სამუშაოს შესრულებასთან, რომელიც კონკრეტულ სამუშაოს შესრულებაზე, რასაც ქვია ნარდობის ხელშეკრულება, არის თქო სამოქალაქო კოდექსის დარეგულირების საკითხი. და ჩვენ ვსაუბრობთ შრომით კოდექსზე. და შრომით კოდექსზე არა. კარგი, გასაგებია, მეორე კითხვას დაგისვათ, თუ შეიძლება რა. თქვენ გეცოდინებათ კარგად, რომ სტაჟირება ისევ ეს ეხება ამ 53 მუხლს, რომ არ შეეხება სტაჟირებას და არ შეეხება გამოსაცდელ ვადას. არც გამოსაცდელ ვადაზე და არც სტაჟირებაზე არ არის არანაირი შეზღუდვა და ვალდებულება კერძო სუბიექტების მხრიდან და თქვენ მიერ მოყვანილი ციფრები და იდეაში ჩვენც რომ გვინდა რომ გაიზარდოს. ხომ არ გიფიქრიათ ამაზე რომ არსებობს რისკი ამის რომ ყველა ის თანამშრომელი რომელიც შეუქმნის მოგებას პრობლემას ან ვალდებულებას გაუჩენს რომ 1050 ლარი იყოს გადაიყვანს სტაჟირებაზე დამსაქმებელი და რაღაც განსაზღვრულ ვადაზე რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლია განთავისუფლოს. ანუ როგორ ვაზღვევთ თქვენი კანონპროექტით ამას თუ არ შეეხება?
ვიცი, ახლა სტაჟირება ჩვენ საუბრობთ გრძელვადიან ურთიერთობაზე და სტაჟირება როგორ შეიძლება იყოს ალტერნატივა გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება. არა, სხვა რამეს გეუბნებით. ყურეთ, თუ გადაიყვანს თქო ხო, და რატო უნდა სტაჟირებაზე. კარგი, რატო რატო უნდა გადაიყვანოს? მაშინ მე ასეთ რაღაცას, ასეთ ვერსიას კითხავთ კიდე ერთს, რადგან თქვენ ბაზრის კვლევა გიწერიათ რომ არ გიწარმოებიათ და იდეაში რეალურად ეს კანონპროექტის მიღება დამსაქმებლებისთვის საოპერაციო ხარჯებს ზრდის, რა შედეგები მოყვება, ამაზე ვერ ვდებთ პროგნოზს. იგივე პათოსით მინდა გავაგრძელო, რაც ბატონმა ზაზამ დაგისვათ კითხვა, რომ ანუ პირობითად რომ ავიღოთ 18%-იანი მოგება, ბიზნესმენი ბრძანდებოდით და აღარ განუმარტავ ამას. რომლიდანაც ითვლება საოპერაციო ხარჯი. 100 ადამიანი ყავს დასაქმებული 700 ლარად. ეს საოპერაციო ხარჯი გამოდის 70,000. ხო, თან ხვდებით? შესაბამისად 1050 ლარი რომ გაუხადოთ ამ 100 ადამიანს, ან უარს ვამბობთ მოგებაზე და მოგების ხარჯზე გადაყავს, ან გვაქვს მეორე ვარიანტი, რომ 100 ადამიანი კი არ ყავდეს დასაქმებული, ყავდეს თქვა 70 ადამიანი. ან ბოლოს მივდივართ იქამდე. თუ კი ამ სამივეს არ გავითვალისწინებთ, იდეაში პროდუქტის გაზრდა გამოგვდის. ხომ ასეა? მაშინ, როდესაც მდგომარეობა თქვენ იმავე კომისიაში ბრძანდებით და სრულიად საქართველოს ალბათ თან ხვდებით, რომ პრობლემური საკითხია და რამენაირად იქნებ დავარეგულიროთ ფასები. ამ შემთხვევაში ეს რისკს უფრო არ ზრდის თქვენი აზრით. თუ არა და მეოთხე ვარიანტია, თუ კი ვთქვათ, ჩვენ ვიტყვით, ჰიპოთეტურად თუ დაუშვებთ, რომ მოდი 18%-იან მოგებაზე ნუ იმუშაოს ბიზნესი და იმუშაოს 14-იანზე, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით დიდი ალბათობით 99% ბაზრიდან ვაქრობთ კონკრეტულ ბიზნესს. კეთილი, აი რომ დაუბრუნდეთ ფასების თემას, როდესაც ეს ინიციატივა დაანონსდა და დაანონსა ბატონმა კოპახიძემ, მაშინ მან თქვა შემდეგი ფრაზა გაგახსენებთ, რომ ბიზნესს უნდა კონდეს სოციალური პასუხისმგებლობა. ხო, ესეთი რამ თქვა. და თუ ფასების შემცირების კუთხით უნდა კონდეს ბიზნეს სოციალური პასუხისმგებლობა, მაშინ რატომ არ შეიძლება კონდეს სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი თანამშრომლებისთვის ღირსეული და ადეკვატური. თქვენ როგორც ბიზნესმენი გვესაუბრებით ახლა თუ როგორც პოლიტიკოსი ბატონო გიორგი? პოლიტიკოსი ისე გესაუბრებით ამ შემთხვევაში, ბიზნესი წარსულში დავტოვეთ. არა, ეს ერთი და მეორე, მე ზუსტად ეს ვთქვი, როდესაც ვახსენე რომ ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ გარდამავალი პერიოდის შემოღებაზე. ეხლა თქვენ თუ საუბრობთ დიდ ბიზნესზე, აი წარმოიდგინეთ ქსელური მარკეტი. ანუ ქსელურ მარკეტზე თუ საუბრობთ დიდი ბოდიში, მაგრამ წელიწადში 60 მილიონი ლარი და 40 მილიონი ლარი სუფთა მოგება რო აქვთ ყოველგვარი გადასახადის შემდეგ, რა თქმა უნდა კეთილი ინებონ და უზრუნველყო. ამიტომ გითხეთ როგორც ბიზნესმენი საუბრობთ თუ როგორც პოლიტიკოსი. უზრუნველყო ის რომ საკუთარ თანამშრომლებს, რომლებიც მაგალითად მუშაობენ ღამით, სტუდენტები, რომლებსაც უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ და იმის გამო მუშაობენ 400 ლარზე, 600 ლარზე, 700 ლარზე, უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ. და რა თქმა უნდა კეთილი ინებონ და თუ საჭიროა, თუ ისინი ვერ შეძლებენ ადაპტირებას, სათანადო და ეფექტურობის გაზრდას, უფრო მოტივირებული თანამშრომლების მუშაობით, მაშინ ადგენენ და გაუზარდონ. უფრო სწორედ მოგება შეიმცირონ, მაგრამ მე როგორც ბიზნესმენი ამ შემთხვევაში, ერთადერთი რაც ყოფილი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩემთვის ყოველთვის ასე იყო, მოტივირებული თანამშრომელი არ ყოფილა წნეხი და არ ყოფილა ტვირთი. ჩემთვის და ეს მარტო ჩემი მიდგომა არ არის, ასე მისწავლია მათ შორის ბრიტანეთის საუკეთესო ბიზნეს სკოლაში, ჩემთვის მოტივირებული თანამშრომელი არის ჩემივე ბიზნესის ეფექტიანობის ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ასე რომ ნუ შევხედავთ ამას, როგორც მხოლოდ წნეხს ბიზნესზე, და კიდევ ვიმეორებ, თუ საუბრობთ დიდ ბიზნესზე, მაშინ მით უფრო გეტყვით, რომ რა თქმა უნდა კეთილი ინებონ და შეამცირონ. და თუ უფრო ჭკვიანები და გამოცდილები არიან, არ იქნება შემცირება მერწმუნეთ, ეს იქნება უბრალოდ ადაპტაცია ახალ კანონმდებლობასთან და უფრო მოტივირებული და ეფექტიანი თანამშრომლებით საკუთარი ბიზნესის ეფექტიანობის ზრდა. ხო, მაგრამ როდესაც ეფექტიან თანამშრომელზე საუბრობთ თქვენ, მაგიტომ გითხეთ ბიზნესმენი, როგორც ბიზნესმენი მესაუბრებით თუ როგორც პოლიტიკოსი თქო. ჯერ ერთი თუ კი ვთქვათ, თქვენ ავალდებულებთ მას, გადაწყვეტილება მიიღოს თქვენივე ნათქვამიდან გამომდინარე, ყველა ბიზნესმენი ორიენტირებულია იმაზე, რომ მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურ მოგებაზე გავიდეს.
აქ ცოტა თანხwebdriverში ვერ მოდის ეფექტიანობის ცნების შემოტანა. თორე იდეაში გეთანხმებით, ძალიან კარგი იდეაა. იდეაში ძალიან ბევრი რამ შეიძლება ჰიპოთეტურად მოვიაზროთ, ხოლო ამის განხორციელების გზები რამდენად სწორად იქნება გათვლილი და სხვა რაიმეს ხომ არ დავაზიანებთ, აქ ამაზეა საკითხი, თორე იდეაში შეიძლება ბევრ რამეზე შევთანხმდეთ. და როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვალდებულები იქნებიან ან ისე მოიქცენ, ან ისე, მე იგივე კითხვა დაგისვით. იგივე ანალოგიური კითხვა დაგისვით, რომ გავიგეთ, რომ ვალდებულები იქნებიან და ამ შემთხვევაში თუ კი ის ათავისუფლებს და დიდი ბიზნესიდან რო გაათავისუფლოს, მასშტაბიც მაქსიმალური იქნება. ანუ აქ 70 ადამიანზე არ იქნება, ხო ხვდებით საუბარი, აქ იქნება 700 ადამიანზე. მეტიც კიდე, ხო, რა თქმა უნდა. ანუ ამ შემთხვევაში, ამიტომ საუბრობ მე, რომ ამ შემთხვევაში ეს უფრო მეტი რისკი არ არის, ვიდრე ის რომ ჩვენ ჰიპოთეტურად ვისაუბროთ ახლა რომ დავავალდებულოთ რომელიმე ბიზნესმენი იდეაში რაც მე და თქვენ მოგწონს რომ რაოდენობა ჯობია ხარისხი, მოდი მეგობარო ახლა ადექი და ასე მიუდექი. ნუ ის არ მიუდგა ასე და გაანთავისუფლა 7000 ადამიანი. ამ შემთხვევაში უფრო მეტი რისკი არ არსებობს, თქო, ამას ვსაუბრობ. მე ხო და მე ამიტომ ახსენე საერთაშორისო გამოცდილების და ათობით ქვეყნის მაგალითის შესწავლა, რაც ჩვენ გავაკეთეთ. თავიდან როგორ დავიწყე, გახსოვთ, ანუ რაც კითხეთ, ბაზრის კვლევა, რომელიც არ ჩაგიტარებიათ, ანუ მაგიტომ ამბობ, რომ იდეაში მოყვებით, მაგრამ განვითარების და მოქმედების გზებში ვერ გეთანხმებით. ანუ თუ ბაზრის კვლევა გავიგე, რომ ამერიკაში რაღაცა გარკვეულწილად მაგრად არის, სოფლიოში, შვეიცარიაში, იაპონიაში, ყველგან არის ძალიან მაგრად. გაცილებით ახლო მდგომ ქვეყნებზე ვსაუბრობთ. გავიგე, მაგრამ უყურეთ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული სპეციფიკა. ქართული საზოგადოების სპეციფიკა. თუ კი ჩვენ აქ კვლევა არ ჩავატარეთ, თუ კი აქ ჩვენ წარმოებლებს არ შევხვდით, თუ დისტრიბუტორებს არ შევხვდით, თუ ქსელურ მარკეტებს არ შევხვდით და ასე ხელაღებით ჩვენ სასწორზე დავაყენეთ საკითხი და თქვენი მოსაზრების არ იყოს, რომ რაოდენობა ჯობია ხარისხი და ახლა ვალდებულია ეს ბიზნესმენი ადგეს და ან ისე მოიქცეს, ან ესეო, აქ ვხედავ მე პრობლემას. თორე იდეაში არ ვხედავ ნამდვილად პრობლემას. დიდი მადლობა. ერთი რამ შემიძლია სხვათა შორის ეს კითხვა დასმული იყო ეხლა ფასების ფასწარმოქმნის კომისიაზე კონკრეტულ დისტრიბუტორებს დაუსვით. თქვენ სანდებოდით ბატონო ზაზა. მე პირადად მაინტერესებდა ეხლა დიდი ისეთი კვლევა არ ჩატარებულა, ბუნებრივია, მაგრამ თქვენ საუბრობთ მსხვილ ბიზნესზე. 1300 ლარი არის მინიმალური ხელფასი დისტრიბუტორებთან. ეხლა მოვლენ ქსელები და ნახოთ იმათაც დაუსვამთ ამ კითხვას. 1300 ლარზე ნაკლებ ხელფას ვერ თავაზობენ დასასაქმებელ პირს. იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის ესეთი. იმიტომ რომ კარგი სპეციალისტები ტოვებენ ქვეყანას. კონკრეტულად იყო საუბარი დისტრიბუტორებზე, C კლასის მართვის მოწმობა, ვისაც აქვს ეს საზოგადოება, მასიურად ტოვებს ქვეყანას და ემიგრაციაში მიდიან. იმიტომ რომ შრომითი ბაზარი არ აძლევს ადამიანს არსებობის საშუალებას. იგივე ახლა ბოდიში შეიძლება გადავიჭერი ცოტა, მაგრამ დემოგრაფიაზე როცა ვსაუბრობთ, აი ქალბატონი ირმა სულ მესმის საუბრობს, ისე რა ქვია, სკოლამდელი აღზრდის ცენტრებში ხელფასების მომატებასა და ასე შემდეგ. რაღაცა კორელაციაში ხო ეს ყველაფერი ერთმანეთთან. გავიგე, მაგრამ რა შუაში იყო დისტრიბუტორების მაღალი ხელფასი ამ შემთხვევაში. მინიმალური ხელფასი კითხვა იყო დასმული და საშუალო ხელფასი არის 1500 ლარი. გავიგე. უყურეთ, ურბანისტებში რომ ჩაატაროთ გამოკითხვა საქართველოში ერთ-ერთი ალბათ ყველაზე სერიოზული საპასუხისმგებლობასთან ერთად მაღალანაზღაურებადი სფეროა. და დეველოპმენტი ხედავთ, როგორ ვითარდება ამ ქვეყანაში, რომ ერთ-ერთი წამყვალი სფეროა დღეს საქართველოში. ურბანისტებს საშუალო ხელფასი რომ ნახოთ, ძალიან ისეთი ღიმილის მომგვრელი პასუხებით ძალიან მოგეწონება. მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ასე, აი ამიტომ ვსაუბრობ, უყურეთ, ბაზრის კვლევა მოგცემს იმის საშუალებას, რომ გავიდეთ მიზნობრივ ჯგუფებზე, სეგმენტზე და შესაბამისად ამ კვლევებიდან გამომდინარე, ეკონომისტები დასხდეთ, სხვადასხვა სპეციალისტები, სტატისტიკოს ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ჩამოაყალიბებენ და შესაბამისად იდეა მოვა აბსოლუტურად თანხwebdriverში. ყველა კომპონენტთან. ამას ვსაუბრობ მე, თორე მე კი არ გეწინააღმდეგებით იდეაში. მე მაგალითად რომ მკითხოთ 2000-იც იყოს მინიმალური ხელფასი. რაზეა? კი ბატონო. იდეალურია ეგ ყველაფერი, მაგრამ ეხლა ხო არსებობს, აი, უყურეთ, ესეთი რაღაცა არ მინდოდა, არც შევხები ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენგან გაისმა რამდენიმეჯერ პოლიტიკური განცხადება. საერთოდ პოლიტიკური მდგენელი მაქვს გაწეული აქედან და ისევ ვსაუბრობ, რომ იდეა ძალიან კარგია, მაგრამ იმისათვის რომ ეს იდეა განვახორციელოთ, პოლიტიკური ქულების წერა, რა ვიცი, რამდენად მართებულია ასეთ ფონზე. აი ეს ცოტა პოლიტიკური ქულების დაწერა გვდომებოდა, აი მართლაც 2000 ლარს ვიტყოდით და არა 1050 ლარს. ხო და აი ეს 1050 ლარი
ეს 1050 ლარი მე მგონი ყველანაირად შევეცადე დამესაბუთებინა და რამდენიმე მოდელიც მოგიყვანეთ როგორი ანგარიშება ეს 1050 ლარი და დაგისაბუთეთ რომ ეს ჰაერიდან მოტანილი არ არის და რაც შეეხება კვლევას კი ბატონო საქართველოში ჩავატაროთ კვლევა მაგრამ სხვა ქვეყნების მაგალითი გვაქვს ძალიან ბევრი შესწავლილი აი პოლონეთი ხომ არ არის ისე შორს როგორც ამერიკა რაც თქვენ ახსენეთ ხო იქ აი პოლონეთის მაგალითზე მინდა გითხრათ რომ 10 წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით არ შემცირებულა დასაქმება როდესაც საშუალოდ გაიზარდა ადამიანების ხელფასი 12-დან 14%-მდე ასე რომ როდესაც თქვენ საუბრობთ სად უფრო მეტი რისკია და სად უფრო მეტი პერსპექტივაა. ხელფასის ზრდაში გაცილებით მეტი პერსპექტივაა, ვიდრე იმ რისკებში, რაზეც თქვენ საუბრობთ. ინფლაციაზე საუბრობთ, დასაქმების შემცირებაზე და ასე შემდეგ. ისევ იქ მივდივართ, უყურეთ, მოყავთ მაგალითი პოლონეთის, მოყავთ რომელიმე ქვეყნის მაგალითი და ერთ სასწორზე ვდებთ, უყურეთ, იდეა თქო. თქვენი დასაწყისის და საბოლოო ვერსია, რასაც ამბობთ, თავაზობთ, მომწონს თქო, გეთანხმებით მაგაში, მაგრამ განვითარების გზა არასწორი. პოლონეთის მაგალითი რომ იყავთ, როგორ დააზღვიეს, როგორ დაიწყეს. აი ესენი უნდა გაითვალისწინოთ. ან გავითვალისწინოთ და ჯობია ზოგადად, რომ ასეთ საკითხზე რაღაცა ფართომასშტაბიანი მსჯელობაში შევით. ამიტომ გესაუბრეთ, რომ არ მჯერა მე, როდესაც პოლიტიკური მდგენელით ასეთი საკითხით შემოდიხართ და პირდაპირ საუბრობთ პოლიტიკური განცხადებებით, რომ აქ მხოლოდ პოლიტიკური ხულის დაწერის სურვილი არ იყოს. თორე იდეაში მოყვებით, თქო გითხარით. ჩვენ მაგ ინიციატივაზეც მუშაობთ, შემიძლია ახლავე დაგიანონსოთ, გასაგებია რომ ამ ინიციატივას ამ შემთხვევაში არ აქვს თქვენი მხარდაჭერა, რომ ძალიან მალე შემოგთავაზოთ კონკრეტული მოდელი, რის მიხედვითაც ჩვენ შევძლებთ ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას. კი ბატონო, სწორი მოდელი, სწორად აწყობილი მოდელი იყოს და დამერწმუნეთ, არავის აქვს იმის კომპლექსი, რადგან თქვენ რომელიმე სხვა პარტიას წარმოადგენთ ან ოპონენტს ამ თვალსაზრისით ვინმე არ წამოყვეთ. ამ შემთხვევაში, თორე, რაც შეეხება იმას, რომ წინააღმდეგობას არა, ვერ დაუჭენ მხარს რიგი მიზეზების გამო, თორემ იდეაში გეთანხმებით. მე მგონი, ბატონო გიორგი, კარგი პოლემიკა მიდის, ეს განხილვა რო გქონოდა ამ კანონის შემოტანამდე, უფრო მე მგონი ნაყოფიერი იქნებოდა ეს საკანონმდებლო ინიციატივა. მინდა გადავხედე ხა ჩემს ჩანაწერებს და მხოლოდ 8 ქვეყანაში, ევროკავშირის 8 ქვეყნიდან მინიმალური ხელფასი მიღწეულია 1500 ევროს და ზემოთ. დანარჩენ ქვეყნებში 1500 ევროზე ნაკლებია, ხოლო მედიანური ხელფასი, რაც დააწესა პარლამენტია თუ კონგრესია თუ ვინც არის, აქ მხოლოდ 9 ქვეყანას აქვს მიღწეული. თქვენ კი ბრძანეთ, რომ ის დაწესდაო ეს მინიმალური ხელფასი, მაგრამ ის რაც დაწესდა საბწუხაროდ მიღწეული არ არის, შემიძლია გაგიზიაროთ. ეს ცხრილები მართლაც საინტერესოა და ერთობლივად ვიმსჯელოთ. აქ ისევე როგორც არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც გერმანიაში არის მხოლოდ 48% მიღწეული 60-ის ნაცვლად მედიანურ ხელფასზე, რაც დაწესდა ბუნდესტაგის მიერ. ამიტომ რაც საბრძოლო საფიქრანი გვაქვს ჩვენ ბოდიშვიხთ ბეტონზე გულისხმობთ რომ მინიმალური ხელფასი გერმანიაში არის მედიანური ხელფასის 48%? არა, რაც დააწესეს მედიანური იმის 48%-ია მიღწეული, თორემ მინიმალური ხელფასი გერმანიაში ყველაზე მაღალია ევროპაში. მინიმალური ხელფასი, მაგრამ რაც დააწესდა ის ვერ მიაღწიეს 60%-ს. მედიანურს ვერ მიაღწიეს. ერთადერთი რაზეც ვთანხმდებით ნამდვილად ის რომ სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესს უნდა კონდეს და უნდა გაიზარდოს ნამდვილად თქვენსაც ბრძანდეთ და პოლიტიკოსებსაც რა თქმა უნდა თავისთავად აქ ვსივართ ყველანი და ვსჯელობთ და ნამდვილად სოციალური პასუხისმგებლობა აუცილებლად ამაზე სასაუბრო და ერთობლივად ვიმუშაოთ კი ბატონო მზათავად. ქალბატონი ირმას აქვს შეკითხვები. მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ თემა, რომელიც თქვენ წარმოადგენთ, იმდენად მგრძნობიარეა, იმდენად მნიშვნელოვანია და ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში შეიძლება მოხდეს, რომ პოლიტიკურად მართლაც სწორად გათვლილი ნაბიჯი გაქვთ, მინდა გითხრათ, მაგრამ თქვენი განმარტებითი ბარათის დასაწყისიდან დასასრულამდე ყველა აბზაცი პოლიტიკით არის გაჟღენთილი და გაჯერებული. თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს სტრიმზე გადის და საზოგადოება გვისმენს, არ მინდა დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ გახარიებს უნდათ საზოგადოებისთვის მაღალი ანაზღაურება და ვიღაცა ამის წინააღმდეგია და ეს ვიღაცა არის ხელისუფლება. მინდა გითხრათ, რომ თუ ვინმეს ელემენტარული აზროვნების უნარი აქვს, ყველა მიხვდება ყოველგვარი განმარტების გარეშე, რომ
თუ ვინმეს აწყობს ამ ჟარგონს ვიხმარ და ბოდიშს მოვიხდი რომ მოსახლეობას საჯარო სამსახურშიც და კერძო სექტორშიც კონდეს მაღალი ხელფასი, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში ყველაზე დაინტერესებული პირი ყველა პარამეტრით, პოლიტიკურითაც, არაპოლიტიკურითაც უნდა იყოს ხელისუფლება. ამაში მე მგონი ყველა მეთანხმებით. თუ რაიმე გზა არსებობს, რეალური გზა, რითიც შეიძლება რომ საჯარო მოხელეს, რომელიც არსებულ ხელისუფლების ფარგლებში ემსახურება ქვეყანას და ხელისუფლებაში ამ შემთხვევაში ქართული ოცნება ვინმეს მაღალი ხელფასის აუცილებლობის ყველა გზა მონახული უნდა კონდეს, ეს არის ქართული ოცნება. როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ შესაძლებელი არის ქართული რეალობის, ქართული მენტალობის, ეკონომიკის ზრდის გარშემო მიმდინარე პროცესების პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესების ფონზე შესაძლებელია რომ ქართულ ოცნებას შეეძლოს ან პენსიის უფრო დიდი ოდენობით გაზრდა, ან ხელფასის გაზრდა და ამას არ აკეთებს. ვერ აკეთებს კი არა, ეს როგორ წარმოგიდგენიათ? რა ინტერესი უნდა კონდეს რომ ამას არ აკეთებდეს? ეს არის ძალიან მარტივი ასახსნელი, უბრალოდ გვისმენს ხალხი და ყველა მინდა იცოდეს ეს, რომ ეს ასეა. თუმცა ჩვენი საზოგადოება ძალიან ბრძენია და ამას უჩემი განმარტების გარეშეც მიხვდებოდა. ეხლა რაც შეეხება ამ კანონ პროექტს. მართალი ხართ ქალბატონო ქეთევან, მე წლების განმავლობაში და არა მარტო მე, ჩემი კოლეგა ქალბატონი რიმა, ქალბატონი გრეტა და ქვინ ზის. ყველას უნდა რომ განსაკუთრებით იმ მოწყვლად ჯგუფს, რომლებიც საბავშვო ბაღის პედაგოგები არიან, რაც შეიძლება მაღალი ხელფასი კონდეთ. მართალია გეთანხმებით და ყველა გზას ოღონდ პოლიტიკისგან დაცლილი არგუმენტებით. აბსოლუტურად ლოგიკაზე დაფუძნებული და კვლევებით დაფუძნებელი მეთოდებით ვცდილობთ ყოველ წელს ბიუჯეტის შედგენის წინ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ამ ადამიანებს კონდეთ მაღალი ხელფასი. ხელისუფლების ინტერესია შეძლების და გვარად, რაც შესაძლებელია გამოდის და გამოგდის. რაც შეეხება პენსიას, ლელოს პოლიტიკური განცხადების არ იყოს, კაცო, 1000 ლარიანი პენსიის. როგორ წარმოგიდგენიათ, საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა რო გაიზარდა და პენსიონერები რო გაიზარდა, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას რატომ არ უნდა უნდოდეს თავისი პენსიონერისთვის პენსიის გაზრდა? ერთი არგუმენტი მაინც მითხარით, რატომ არ უნდა იყოს ამითი დაინტერესებული, თუ ეს შესაძლებლობას, თუ ამის შესაძლებლობას აძლევს ქვეყანაში მიმდინარე ყველანაირი და ქვეყნის გარეთაც მიმდინარე პროცესები ერთად. წარმოდგენილი კანონპროექტი არის ძალიან გრძნობიარე, მაგრამ არც ერთი ფაქტი, არც ერთი კვლევა, არც ერთი ჩემმა კოლეგებმა პრაქტიკულად ჩემი კითხვების 90% ამოწურეს. არც ერთი კვლევა, არც ერთი მოყვანილი მაგალითი ციფრებში არ არის სწორი. განსაკუთრებით მგრძნობიარია მაგალითად ჩემთვის ის მცირე დათვლილი გაქვთ საერთოდ მცირე ბიზნესში რამდენი ადამიანია დაკავებული და რამდენი ადამიანი მუშაობს და რა დაემართებათ იმათ რამდენი დარჩება უმუშევარი? არ გაქვთ არც ეს დათვლილი. რა თქმა უნდა იდეას მივესალმები ბატონო ზაზა, ბატონო კოლეგებო და რა თქმა უნდა თქვენც, მაგრამ უფრო საღად არგუმენტებზე დაფუძნებელი, კვლევებზე დაფუძნებელი, ეკონომიკურად გათვლილი ციფრებით, რა თქმა უნდა სხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით იმის არ იყოს მეუბნებით, რომ ფაშინიანმა მოუმატა, უცებ მოვიდა ხელისუფლებაში და მოუმატა საერთოდ სისტემაზე გეკითხებით, იცნობთ იქ საპენსიო სისტემა როგორია თქო და წარმოდგენა არ გაქვთ. თუ ეს იქნება არგუმენტებზე დაფუძნებელი, ჩვენი ყოველ ხო და თან პარალელურ რეჟიმში ყველა პასუხის დროს ისევ მაქსიმალურად მინდოდა რომ პოლიტიკისგან დაცლილი ყოფილიყო დღევანდელი კომიტეტის ხდომა, იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი იყო. თქვენ ელემენტარული ვერბალურ ნაწილშიც კი არ იძლევით იმის საშუალებას, რომ პოლიტიკა გვერდზე გავწიოთ. თუ ეს იდეა იქნება შეიარაღებული კვლევებით, ფაქტებით, გამოცდილებით და ყველაფერი ეს ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ რამის შეცვლა შესაძლებელი იქნება თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის და განსაკუთრებით საჯარო მოხელისთვის. თან 24 წლის ციფრები მოყავთ, წლევანდელი ციფრები არ იცით, არც ერთშანტელი არ იცით, რამდენია 1000 ლარზე ნაკლები. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი იქნება ხელფასი, ყველაზე მეტად ჩვენ ინტერესში შედის, ვინც ხელისუფლებაშია დღეს, რომ მოსახლეობა ყავდეს კმაყოფილი. თუ ეს იქნება ასე არგუმენტირებულად
მოწოდებული და სამუშაო ჯგუფებში ჩაგვთეთ, ბატონო, ჩვენც ჩავერთვებით, ჩვენ მიუღებლობა კი არა გვაქვს. ღალატის მიმართ გვაქვს ჩვენ მიუღებლობა, თორე საქმესთან დაკავშირებით არ გვაქვს მიუღებლობა. ვიმუშაოთ ერთად და თუ რამე შესაძლებელი იქნება, კი ბატონო, გავაკეთოთ ერთად. ერთი კითხვა მაქვს შეიძლება? კვლევაზე რომ საუბრობთ, ხშირად გავიგე ეს არგუმენტი. კვლევა ჩატარებული გაქვთ მაღალი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებმა რა ოდენობის საბიუჯეტო სახსრები მიიტაცეს? არის ეს ჩატარებული კვლევა? ბატონო ქეთევან, პრემიერის დაქვემდებარებაში მუშაობს ეფექტურობის განსაზღვრელი სპეციალური ორგანიზაცია კი ბატონო, მაგრამ ფაქტია, თქვენ ამ ფაქტს ვერ უარყოფთ, ეს ერთი და მეორე. 25 წლის ბიუჯეტში რამდენი ასობით მილიონი ლარი იყო აუთვისებელი? ქალბატონო ქეთევან, თქვენ დასვით კითხვა, გაქვთ თუ არა კვლევა გაკეთებული? მე თქვენ გეტყვით, რომ ჩვენმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერმა, რომლის წარმოთქმაც გიჭირთ და გვარით მოიხსენიებთ, საქართველოს პრემიერმა, პრემიერ-მინისტრობისთანავე მის დაქვემდებარებაში შექმნა ეფექტურობის განსაზღვრელი სპეციალური სამსახური, რომელიც არა მარტო საჯარო მოხელეების, არამედ ყველა სამსახურის და ყველა პროექტის ეფექტიანობას იკვლევს. რამდენი დაბრუნდა ბიუჯეტში მოპარული თანხები? რის გამოც სასჯელს იღწია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. ვიცით? ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ქალბატონი ქეთევანი დავემოწება, ჩვენ ვართ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და გამორჩეული ამ მიმართულებით, იმიტომ გთავაზობენ ჩემი კოლეგები, რომ ის შემთხვევაც კი ყოფილა ჩვენთან წინა მოწვევაში, როდესაც ოპოზიციონერი ხელმძღვანელობდა მოკვლევის ჯგუფს და ძალიან კარგად ვიყავით ჩართული. ამიტომ ჩვენ მზათა ვართ ის შემოთავაზება, რაც ახლა თქვა ქალბატონმა ირმამ, რომ მართლაც ერთობლივად განვიხილოთ და ამ საკითხზე ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ბატონ ლადოს სურდა ბოდი შეკითხვა მგონი ქონდათ თუ არა დიახ ბატონო მე მჩვევია სიტყვა მადლობა იმიტომ მადლობა რომ ეს თემა ამის ყველას აწუხებს მე მაქვს ისტორიული გამოცდილება მასაგიდან გამომდინარე როგორ არ მინდა გავახსენო ყველა ეს ჩემს მოსახლეობას მაგრამ ისტორიასია 8 ლარი იყო პენსია საქართველოში ჯერ არაფერი არ იყო დამოუკიდებლობა ძალიან გვინდოდა გენიალური ადამიანები უძღოდნენ წინ ამ იდეას სულიად საქართველოს წამოენთო აენთო თავიდან დაიბადა არც პენსია იყო არც ხელფასი იყო მოგვიწია ერთმანეთთან დაპირისპირება სხვამ გაიხარა ამითი იმან მოგვიწყო ყველაფერი ამ ჩრდილოელმა დაუძინებელმა მეგობარმა ვიცით ეს ყველაფერი პენსია ხელფასი იყო 170 ლარი 20 ჯერადის ხოვება იყო მაშინას სამწუხაროდ მაშინ მუშაობდა მსოფლიო ბანკი მთელი მსოფლიო დაგვეხვია თავს და ამას გაგიკეთებთ ამას გასავლით ამას გაგიკეთებთ და გაგვიკეთეს ის რაც გვასწავლეს ხო მე რას გავიარეთ იმასაც არ გავახსენებ ჩვენ მოსახლეობას არ თქვენ იმიტომ პატივს გცემთ და მინდა რომ აი რაც პატრონო ზაზამ თქვა ეს არის ერთადერთი კომიტეტი სადაც პოლიტიკა ყველგან ჩაჩოჩებული გვაქვს პოლიტიკა ექიმი და პოლიტიკა სიცოცხლის მემსახურებით ყველანი სულიერებას შვილებს ჩემგანაც ვერ გაიგონებ და არც ერთ კომისიის წევრი კომიტეტის წევრი ამას არც თქვენ არ იკადრებთ რომ პოლიტიკა აქ ჩავრთოთ როდესაც საქართველოს ხელისუფალი მოვიდა დღევანდელი ერთმა კაცმა არც სახელს არ დავასახელებ იმიტომ რატომღაც ბოთის მერე მიკერძოებათ მითვლიან ხოლმე ამას რატო არ უნდა დაუსახელო რატო უნდა უთხრა მადლობა მან თქვა რომ აი ამ ქვეყანას რომელსაც ფეხზე დადგომა ჭირდება გამოფხიზლებასთან ერთად საკუთარი სუვერენის და დამოუკიდებლობის თვით შეგრძნება უნდა გაიჩინოს ჩვენივე თავი ჩვენმა უნდა ვმართოთ სხვების ჩაურევლად ბევრი კონსულტაციები კი უნდა გავიაროთ ბევრი რჩევები მოვისმინოთ ყველასთან ვითრამშოთ მაგრამ ჩვენი გზა გასაკეთებელი გქონდა პირველი არის სოციალურ სფეროში ჯანმრთელობას და სოციალურ სფეროს მივხედოთ არც ერთმა ადამიანმა არ იგრძნოს რომ მასზე ჩვენ ვინმე მეტნაკლებად მაგრამ ყველა ერთად ამაზე ვფიქრობთ შემდეგ მოყვა ამას ერთი მე ვთვლი რომ
უპრეცედენტო ნაბიჯი იყო, როდესაც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ჩაწერა, ვერავინ ვერ ხელს ვერ ჩააფათურებს, შეგნით ვერცერთი პოლიტიკოსიო, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, იმიტომ განუხრელად უნდა გაიზარდოს ყოველწლიურად პენსიაც და ხელფასისო. ვერავინ ვერ დაიწერს ამაზე, კიდე სიტყვას ბუდისტი ამას პოლიტიკური ქულა არ მიყვარს ეს სული სიტყვა, ჩემთვის სული სიტყვა. და ვერ დაიწერსო და შევთანხმდით ამაზე და კონსტიტუციური უმრავლესობა ქონდა ჩვენ და მივიღეთ რომ საქართველოში განუხრელად სულ რო სტაგნაცია მოხდეს, პენსია და მინიმუმ ხელფასი უნდა გაიზარდოს. ეს არის აუცილებელი პირობა. და თუ ერთ რამესაც ვიტყვი ახლა რასაკვირველია კმაყოფილი როგორ შეიძლება ან მე ვიყო ან ვინმე თითოეული ჩვენთაგანი იმ სოციალური ჯგუფის იმ ადამიანებით რომელსაც გაჭირვება აქვს და როგორ შეგიძლია კარგად დაიძინო ვერ გააკეთებ ამას გეთანხმები ჩვენ ერთნი ვართ აქ პოლიტიკა არ არის გამსაზღვრელი აქ ადამიანობა და მორალია და ყველას ამას პატივს მივაგებ თითოეულ თქვენთაგანის ამ ერთობრივ პროდუქტს უფლის მიერ მოძებულ სიცოცხლესთან ერთად და პარლამენტს ქონდა ყველაზე მაღალი პენსია. ხო 560 ლარი იყო, ხო გახსოვთ? დღეს თაში მოსახლეს აქ 560 ლარი. ის მოსახლეს. კარგია? ეყოფა, არ ეყოფა. მაგრამ ტენდენცია არის დისკენ. ტენდენცია არის დისკენ. გაჭირვებულიდან გამოსვლას ვეძებთ. პოლონეთი რომ მოიყვანეთ მაგალითი, ხა მე ძველი ვარ, ძველ სისტემაში დაბადებული კაცი ვარ და მაშინაც მიწერდა რაღაც საფეხურებზე სიარული. იყო ასეთი ფილმი, თუ არ გაქვთ ნანახი, გთხოვთ ნახოთ. 70-იანი წლების ბოლოს არის ბილეთი ერთ მხარეს. პოლონეთზეა ზუსტად. პოლონეთიდან როგორ მიდის მოსახლე და კანადაში დედა როგორ საქმება და შვილს ფულს უგზავნის და მოკლედ ეს თემა ისეთი. ჩვენ ესეც გავიარეთ. მაგრამ ჯერ კიდე გავდივართ. ჩვენ ჯერ კიდე ბევრი დახმარება გვინდა გარედან, შიგნიდან. თქვენ ბრძანეთ სიტყვა რამდენი არისო, როგორი ფული თქვით? ცული ფული, ხო, ცუდი ფული. ჩემმა ირმამ და რიმამაც ეს გააჟღერეს. მოვიდა პრემიერი ჩვენი წიაღიდან. ჩვენი. ის ოცნების პრემიერი არ არის, ქვეყნის პრემიერი. ჩვენი პროდუქტია. მშობლების თაობისა და ახალგაზრდების თაობის. რომელსაც პირველი თქვა გამჭირვალე გავხადოთ ყველაფერი. ყველაფერი. ერთი დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც სახელმწიფო ღებულობს, ან ამაზე მუშაობდეს, ან ნახევარფაბრიკატი იყოს, ან უკვე მიღებული დოკუმენტი, მე პარლამენტში გამოგზავნილი დოკუმენტი და ამას დამცველები და ყველაფერი მისაწვდომია. მე არა მარტო ეს თქვა, მეორეც თქვა. გამოვააშკარავოთ რამე თუ არის ხელისშემშლელი წესიერების და ეს პირველად ფინანსურ წესიერებაზეა ლაპარაკი და ანტიკორუფციული სიტყვა ანტიკორუფციული ეს უყურზე ხდება მაგრამ თემსოფლიოს გადახედოთ ანტიკორუფციული ბევრი რაღაცის კულიში გადატანასაც ემსახურება ამ კაცმა ამ ახალგაზრდა კაცმა პირდაპირ ძალა შემატა ამ სიტყვის შინაარს და ანტიკორდიახ მაგიტომ გავიგეთ ყველამ რომ ბევრი თქვენს და ჩვენს ყველამ რომ არის ეს ეხლა კორუფცია რო არის ამერიკაში ისეთი კორუფცია უნდა და ინგლისში მე თუ კეთევან მე როცა ვლაპარაკობ კეთევან ბოდიშვიხტი ხო მე ხო თუ უსმენ ხოლმე ბოლომდე უსმენ და მე ამას არავის არა მე მინდა ერთი რამე ვთქვა კორუფცია ყველგან არის ისევე როგორც ვირუსი ყველგან არის და სამწუხაროდ პოლიტიკური ვირუსი ყველგან არის და გარედან ჩარევის სურვილი ყველგან არის. თემ სოფლიოში ჩვენ იმუნური სისტემა უნდა გავაზრდოთ საკუთარი სუვერენისა და დამოუკიდებლობის გზაზე, რომ ამ ვირუსიდან თავი დავიხსნათ. სამწუხაროდ ბევრი შემოდინება არის ამ ვირუსის ჩვენ ქვეყანაში. ესეც ერთ-ერთი განსაზღვრელია ყველაფრის. მას არის საბოტაჟის. კაცი როგონია რომ ენდობი ბოლომდე და წინა დღე შეიძლება გეღალატოს. ეს არ მათქმევინოთ ასეთ რამეს, ნუ მათქმევინოთ, მე არ მინდა ასეთ რამის თქმა, გამოვიდო. ეხლა შეეხება კონკრეტულ თემას. აი ხა მე აქ რო გავედი, ბოდიში მოვიხადე ისეთი თემა მქონდა ამ თემას. საკითხი არის აქტუალური არის. სოციალური საკითხია არის. ფინანსური საკითხია არის. პოლიტიკური საკითხია არის. თანხმობის საკითხია არის. მაშინ ყველაფერი ის თეთრი და შავი, ძლიერი და სუსტი წერტილები, პოლიტიკის გარეშე, ჯელობის საგანი გახდეს,
დავშალოთ ყველაფერი, მექიმება ესე ვიცით, ხო, ჯერ ანალიზი უნდა გავაკეთოთ, უნდა დავშალოთ და მერე სინთეზირებული პროდუქტი მივაწოდოთ ნორმატული აქტის სახით ჩვენს ქვეყანას და ყველა ვიამაყებთ თანხმობაზეც და საბოლოო პროდუქტის კეთილდღეობაზეც. ამიტომ ჩემთვის ზურამ კარგად თქვა, განარ ვეთანხმებით ამ საკითხის აქტუალიზაციას, მაგრამ მომხრე ვარ, რომ ყველაფერი მქონდეს იმის საშუალება, რომ ხელი აუწიო თანხმობის ნიშნად. მეც უნდა წამოვიდე ამისაკენ და ყველა ციფრებში უნდა ვიყო გარკვეული. იმიტომ რომ და გარდა ამისა, მარტო გარკვეული კი არა, დასაბუთებული უნდა იყოს ნებისმიერი ციფრი, რომელიც ზოგჯერ არის დოზა ინიშნება ადამიანის ასაკის, დაავადების სტადიის, სქესის გათვალისწინებით. ამიტომ ეს პროდუქტიც, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ამას პარლამენტის სახელი დაერქმება. საქართველოს პარლამენტის სახელი დაერქმება, რომელსაც იმ ქვეყნისა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი არის ირალი კობახიძე, რომლის პარლამენტის თავმჯდომარე არის შალვა პაპუაშვილი, რომლის კომიტეტის წევრები თითოეული თქვენთაგან ძანდებით, ეს იქნება ერთიანი პროდუქტი საქართველოს პარლამენტის და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე სოციალურ საკითხში ჩამოვა ისეთი თემა, რომელიც ყველასათვის იქნა ადვილად გადასაყლაპი, ადვილად მოსანელებელი და ადვილად სასარგებლო. მადლობთ. მადლობა ბატონო ვლადიმერ. ბატონო გიორგი, ხო არ გინებავთ რაიმე თქვა შემოჯამებელი სიტყვით. ბატონი ლადოს საუბრის მერე აღარ მინდა კიდე დამატებით. დიდი მადლობა. დაძაბულობის შემოტანა. უბრალოდ ერთ კენჭის რამეს ვიტყოდი, რა კაკი იყო ნათქვამი პოლიტიკა. ჩვენ რომ ამ საკითხის ამ საკითხისთვის პოლიტიკური ელფერის მინიჭება გვდომებოდა, გაცილებით მეტ პოლიტიკურ გზავნილებს შემოვიტანდით. მაგრამ დღეს ისე წავიდა ეს ხდება, მე მგონი თქვენი მხრიდან უფრო ჟღერდებოდა პოლიტიკური საკითხები, ვიდრე ჩვენი მხრიდან. ჩვენ დღეს ყოველ შემთხვევაში ამისგან თავს ვიკავებთ. რაც შეეხება ამ პოზიციას, ჩვენ აი უახლოეს დღეებში შეიძლება ითქვას შემოვალთ ახალი ინიციატივით, რაც გულისხმობს ზუსტად იგივეს, რაზეც თქვენ საუბრობთ. მაინც გირჩევთ ჩვენთან ერთად გაიაროთ წინასწარ. ზუსტად ამგვარი ინიციატივაა, რომ იგივე საკითხზე სამუშაო ფორმატში გავაგრძელოთ. მადლობა. თქვენის ნებართვით კორუფციას დიდი ღალატი მაინც მე მგონი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის. კორუფციაზე დიდი ღალატი, როდესაც თანამდებობის უმაღლესი პირები საკუთარ მოსახლეობას ძარცვავენ. ეს არის ყველაზე დიდი ღალატი. აქ თქვენ ახსენეთ ეს თემა და მე მინდა კორექტივები შევიტანოთ. დავასრულოთ. ამის პასუხები უკვე დღეს მოვისმინეთ, ძალიან გთხოვთ ახლა. კარგი. ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს. ბატონო ზაზა, ვერ დავტოვებ რეაგირების გარეშე. თუ ღალატზე მიდგება საქმე, თუ ვინმე ამ ქვეყანაზე ღალატზე ლაპარაკის უფლება არ აქვს, ესენი არიან გახარიები. არასოდეს არ დამავიწყდება ის მოღალატეობრივი 3 დღე თავისი გვირგინით, რაც თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერმა ჩემ თვალწინ და ჩემი კოლეგების თვალწინ ჩაიდინა ქვეყნის კოლეგების და ყველას წინაშე ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა. ეს ერთი, მეორე, ღალატზე თქვენ ნუ ილაპარაკეთ. სამშობლოს ღალატია ყველაზე მეტი უპატიებლება. ეს ერთი, მეორე, ქალბატონო ქეთევან, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად თქვენ 5 შვილის დედა ბრძანდებით და მინდა რომ ამის გამო ქალთა კვირეულია, მარტის თვეა და მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან დიდი ხანი, არც თუ ცოტა ხანი ბრძანდებოდით აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი მინისტრი იყავით ჯანდაცვის. ასე არ იყო? არც ერთი ინიციატივა არ მახსენდება თქვენს მიერ წამოყენებული, არც ერთი და არსად პოსტიც კი არ მინახავს, სადაც თქვენ რაიმე ინიციატივით გამოდიოდით და ვინმე ხელი შეგიშალათ. ამ გუნდის წევრი იყავით თქვენ. და არ ორგანულ კავშირ საქართველოს შრომის კოდექსში ორგანულ კავშირ საქართველოს შრომის კოდექსში და შევიდეს ცვლილებები. ვინ არის მომხრე? ერთი ადამიანია მომხრე, ხოლო ერთს აქ საკითხი ვერ გავიდა და მეორე საკითხი ეს არის ვინ არის მომხრე, რომ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ვინ არის მომხრე? ისევა ერთი ადამიანი, საკითხი ვერ გავიდა. დიდი მადლობა, ამით კომიტეტის ხდომა დასრულებულია.